დიდი მადლობა ყველას, ვინ ჩვენთან ერთად არის, ვინ შემოგვიერთდა ამ გადაცემაში. პრაქტიკულად ჩვენს მზად ვართ და მალე დავიწყებთ. დავიწყოთ მეგობრებო. წინა გადაცემას უამრავი მნახველი აღმოაჩნდა. მარტო ჩემს გვერდზე 6000 გადააჭარბა. სხვადასხვა სისტემაში არაფერს ვამბობ და ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, ალბათ ჩვენი გადაცემა ერთადერთია, რომელიც არ ფინანსდება, რომ ჩვენ არ ვეძებთ რაოდენობას, ჩვენთვის თავარია რომ ვინც გვიყურებს ეს არის ფასეული, ძალიან ბევრ რჩევას, კარგ წინააღმდეგებს გვაძლევენ და სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან. გვაგრიდიგებს თუ გვეხმიანება მოსაზრებას გვიგზავნის, ჩვენთვის თავარია რომ ნახონ, დაფიქრდნენ, ბევრ რამეში დაგვეთანხმებიან, ბევრში რაშიც ვერ დაგვეთანხმებიან, ფიქრს მაინც დავიწყებთ ჩვენს, თქვენს, როცა ამ შეკითხვებს ვამბობთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო გადაცემაა იმ თვალსაზრისით, რომ უკავშირია. უკავშირი ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს Facebook-ის საშუალებით პირადში წერენ. ძალიან ბევრს უჭირს და ხედავთ ქვეყანაში რა მდგომარეობა, თავისი გამხელა იმის მეუბნება, რომ იმასაც კი ვერ ვსვამო, მოწონებას ვერ ვსვამო, რომ იქ არ გამოჩნდეს, რომ მე უყურებდიო. არა უშავს, ეხლა ეს თქვენი ბრალი არ არის. ჩვენ გამოკვეთილად ვამბობთ. ქვეყანაში მართვის სისტემა არის კორუმპირებული. ეს არის ძალიან დიდი ხანია. ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების, როგორც იტყვიან, დამსახურება. მართვის სისტემა, რაც კი დამოუკიდებლობა იქნა აღდგენილი ქვეყანაში, პრაქტიკულად იმ დღიდან, განსაკუთრებით 1992 წლიდან, ერთ კაცია დამოკიდებული და ქვეყანა ცხოვრობს ერთი კაცის გუნება განწყობით. ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ერთ კაცზე და ერთ პარტიაზე აგებული პოლიტიკური ცხოვრება, ავადმყოფი პოლიტიკური ცხოვრება, კორუმპირებულია, მონური ფსიქოლოგიისა და ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს აქ და შეკითხვებით რომ მოვიდა, აქაც მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ ეს არ არის უბრალოდ ჩემი მონაგონი, ეგ არის საერთაშორისო და კაცობრიობის გამოცდილება, როდესაც ერთი კაცის ერთ პარტიაზე აგებული მართვის სისტემა დანაშაულებრივია. ანტისახელმწიფოებრივია. ამრავლებს მონებს, ებრძვის ნიჭს და სულიერებას. მართვის ამ სისტემით დამარცხებულია ქვეყანა, სამშობლო, საქართველო, გამარჯვებულია მართველი პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში ოცნება. ისის დროებით. ასე იყო, გამარჯვებული ეგონა თავისთავად მოქალაქეთა კავშირს და დამარცხდა ისე რომ ვეღარ ადგა, გამარჯვებული ეგონა თავი ნაციონალურ მოძრაობას, დამარცხდა ისე ვეღარ ადგა, ეს მომავალი აქვს ოცნებასაც. დღეს მართვის ამ სისტემის მსხვერპლი არა მარტო ისინი, ვისაც იჭერენ, არამედ ყველა ვინც ცუდად ცხოვრობს, ვისაც არ აქვს საკუთარი შესაძლებლობათა რეალიზაციის საშუალება. ანუ მართვის ამ სისტემამ საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეც მიაყენა დარტყმა. რეალურად ყველას ის ვინც ფულიანია და უფულოა, მართვის ამ სისტემით ყველა არის უმძიმეს მდგომარეობაში.
ამას დრო ადასტურებდა აქამდე და აქაც დაადასტურებს. ეს არ არის ჯანსაღი მართვის სისტემა. ეს არის ავადმყოფი მართვის სისტემა. და ავადმყოფი მართვის სისტემა იკრებს ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს. პირდაპირ გვაქვს მინიშნებული, რომ ესე იგი რომ ხვალ მართვის ამ სისტემის მსხვერპლი იქნებიან ბიძინიამანიშვილი და ოცნება, ამ ხელისუფლებისა და ოცნების მხარდამჭერები. ყველას უნდა ეშინოდეს ამის, რომ ეს არ შეიძლება ესე გაგრძელდეს, იმიტომ რომ მართვის ამ სისტემას თუ მართვის ეს სისტემა დამკვიდრდება ქვეყანაში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ქვეყანას დავკარგებთ. არ შეიძლება ანონიმურად იმართებოდეს ქვეყანა, არ შეიძლება ერთი კაცის გუნება განწყობით იმართებოდეს ქვეყანა და არც ის შეიძლება რომ ეს ერთი კაცი ვინც მართავს ქვეყანას საერთოდ ვერ ხედავდეთ იმას და ასე უბრალოდ ადამიანები რომელთაც ეს მოწონთ ან ამას ამართლებენ ეს პრაქტიკულად არის დიაგნოზი. მე სხვანაირად ამას ვერ ვიტყვი, რაც არ უნდა საწყენი იყოს ვინმესთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიაგნოზია. ჩერჩილს ეკუთვნის უნიკალური გამოთქმა, რომ თუ ხელისუფლება მოგეწონა, ფსიქიატრთან წადია. და საქართველოში დღეს აი ამ მდგომარეობაში ყოფ ქვეყანაში რომ ხელისუფალი მოგწონს, ხო არ გეუბნება ვინმე რომ ებრძოლე, ხო არ გეუბნება ვინმე რომ თქვია ესროლე, ხო არ გეუბნება ვინმე რომ აგინე, მაგრამ რომ მოგწონს, უკვე ეს დიაგნოზია. და ძალიან კარგი რჩევას იძლევა დიდი პრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომ სასურველია ასე დროს ფსიქიატრთან ვიხვიდეთ. როცა ხელისუფლება მოგწონს, თუ ხელისუფლება მოგწონსო საერთოდ და მე ხომ ვიტყვი რომ საქართველოსია ლაპარაკი. მე არ მინდა იმ პარამეტრებში გადავიდე ახლა, აი როგორ შეიძლება მოგწონდეს ის, რაც დღეს რეალურად ნუ ყველაფერს თავი დავანებოთ. ქვეყანა დაცლილია და ქვეყანა იფსება უცხოელებით. როგორ შეიძლება მოგწონდეს რომ ხელისუფლება გეუბნება რომ არაბებს რომ 6 მილიარდი შემოაქვთ საქართველოში, ეს არის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი ინვესტიცია, ვინ შეატანინებს, რომელი ქვეყანა არაბებს 6 მილიარდს ვიტყვი რომ ჩვენი ზომის ქვეყანა, ეს ხო გამორიცხულია. ამერიკაშიც კი ის იქნება დაფიქრდებიან იმაზე სად განათავსონ. აქ თანაც იმას კი არ გეუბნებიან რომ რაიმე ვთქვათ მაღალ ტექნოლოგიური რამე აწარმოონ. წარმოგიდგენია თქვენ რას გვაკადრებენ, ქალაქს ავაშენებთო, მეგაქალაქს ავაშენებთო. ერთი მითხარით მსოფლიოში რომელი ქვეყანა მიცემს საშუალებას რომელიმე სხვა ქვეყანას ვიტყვი რომ არაბულ ქვეყნებს რომ ქალაქი ააშენებინოს და თურმე ორი მეგაქალაქი შენდება საქართველოში მათ მიერ, ერთი შენდება თბილისთან და მეორე შენდება აჭარაში. კაცმა არ იცის რომ აქ მეჩეთი იქნება თუ არ იქნება, მე ვიცი რომ იქნება ორივეგან. ვინ იცხოვრებენ აქ? რა ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება? სამუშაო ადგილი იქნება წარმოებაში. აქ სამუშაო ადგილები იქნება მომსახურეობის, რესტორანი იქნება, კარტობის ადგილები იქნება, ჩამოვლენ არაბეთიდან და უნდა ემსახურო მათ. ეს არის საქართველო. და ამას როცა თავს გახვევენ და გეუბნებიან რომ ასეთი კარგი რამე არისო და ასეთ ხელისუფლებას რო ეუბნები რომ ცოტა მეტი განმარტებები მომეცი, რა არის კონკრეტულად რა ქალაქია. როდესაც ჩვენ ვთქვით გელათში გადაწყვეტილება მივიღეთ რომ საქართველოში ქალაქი ბაგრატიონი უნდა არსებობდეს, რომ ამერიკას რა ისტორია აქვს 300 წლის ფარგლებშია და იქ არის ვაშინგტონი ქალაქი და არა მარტო ერთ პიროვნებასთან დაკავშირებული. ჯორჯ ვაშინგტონი კონსტიტუციის ერთ-ერთი მამა გახდათ და საქართველოში ბაგრატიონი 9 საუკუნე მეფობდნენ. რა პრობლემაა რომ ასეთი ქალაქი და ამას მოყვა თელი ისა და ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც თქვა დღეს მხარს უჭერს არაბების მიერ ორი ქალაქის მშენებლობას, თანაც მეგაქალაქის მშენებლობას საქართველოში, ისინი წინააღმდეგი გამოვიდნენ ბაგრატიონის. ანუ ეს რა ხალხია, მუდმივად ხელისუფლების გადაწყვეტილებას რომ უჭერენ მხარს. გენიალური რამე რომ თქვას ოპოზიციამ, არა. თუ კარგია, რატო არ თქვა ხელისუფლებამ? აი ხელისუფლება რასაც ამბობს, ის არის კარგი. ნუ ეს ხო მონური ფსიქოლოგიაა. აბა მეტი რა ვთქვით ჩვენ იმაში, რომ აი როდესაც ვთქვათ ერთ კაცზე და ერთ კაცზე ერთ პოლიტიკურ პარტიაზე არის დამოკიდებული ვთქვათ მმართველობის სისტემა, ეს მმართველობის სისტემა არის ავადმყოფი და რეალურად არის მონური ფსიქოლოგიის ამრავლებს მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს, აქ საეჭო რა არის, ან საკამათო რა არის. ნუ ეს კაცობრიობის გამოცდილება არა, მე ახალი რამე ხო არ გამომიგონებია რა. აი როდესაც არ არის წონასწორობა და როცა ერთ კაცს ყველაფრის უფლება აქვს, აი აგერ
ამერიკის პრეზიდენტია, ვებერთელა პიროვნებაა და ნახეთ თქვენ რა წინააღმდეგობებს აწყდება და როგორ ლავირებს შორის აი ესე იგი ზოგჯერ რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტთან მოილაპარაკებს რაღაც ჩავა მერე იქ თავისი ხალხი დაელაპარაკება და მეორე დღესვე ცვლის გადაწყვეტილებას. ეს საქართველოს ხო წარმოუდგენელია. რატო? იმიტომ რომ ის ერთი კაცია, რომელიც წვეთს ყველაფერს და აქ სხვა არ უნდა იაზროვნოს. ჩვენ უნდა გავჩერდეთ და არავით არის, ჩვენ არც უნდა ვიფიქროთ, რომ ამაზე არც უნდა ვიაზროვნოთ არაფერი, ნუ იცის ერთმა კაცმა ყველაფერი. ამას ვინც აკადრებს საქართველოს, ეს არის კატასტროფა. ეხლა ძალიან ბევრი მე კონკრეტული შეკითხვები რაც მომეცით, აი ხა დღეს რამდენიმე პიროვნებამ ზოგმა დამირეკაზე მომწერა და მითხრა რომ ბატონი ანზორ აბრალავა იყო, ესე იგი დღეს ეთერში ჩემთან და უნდა ვთქვა რომ ძალიან კარგია გუშინ წინაებაზე ბატონი ჯუბაღებელი, ძალიან საინტერესო პიროვნება. მერე მას მოყვა ბატონი ამირან აფსიაური, ტესლას წარმომადგენელი საქართველოში და უაღრესად მოაზროვნე პიროვნება და ძალიან დიდი ნახვები აქვს იმ გადაცემას და ესე იგი დღეს ორი პიროვნება, ორი გამორჩეული პიროვნება. ერთი ვთქვათ აი ბატონი ანზორ აბრალავა, რომელიც გამსახურდიას გუნდის ძალიან ძლიერი წარმომადგენელი იყო იქ და მერე ვთქვათ იყო აღორძინებით ხაზით შევიდა პარლამენტში, ანუ ვთქვათ იყო ერთ პარტიაში ხელდობაშია ზვიად გამსახურდიასთან, მერე აბაშიძესთან იყო. დღეს ძალიან დიდი მხარდამჭერი და მემაკრიტიკებენ იმაზე, რომ რატო მოიწვია ხელისუფლების ასეთი მხარდამჭერია. ბატონებო, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველასთან. ჩემი და ბატონი ანზორ აბრალავას საუბარი ეს იყო დღეს ერთი კარგი მაგალითი, რომ სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი პიროვნებები ვლაპარაკობთ ერთმანეთში. შეგვიძლია და ერთმანეთს არ ვაგინებთ, არ ვლანძღავთ და შეგვიძლია რომ ადამიანურად რაღაცაში ერთმანეთს დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ. მე გითხარით რომ პირველი ორი პიროვნებასთან მქონდა დღეს რა გადაცემა მეცნიერთა კონგრესის დროში ორი პიროვნება, ერთი იყო ბატონი ანზორ აბრალავა, მეცნიერების დოქტორი, ეკონომისტი და მეორე იყო ბატონი ირაკლი მაჭავარიანი. ორთავე ძალიან გამორჩეული და ორთავე დასახელებულია აი იმ საზოგადოებრივ პარლამენტში, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეით რომ არის, იდეის კონცეფციით რომ არის შექმნილი და უბრალოდ ვთქვით ის რომ ყველას ყავს ამ ხალხს თავისი მხარდამჭერები ყავს. ამაშია სიძლიერე. ერთპარტიული კი არ უნდა იყოს და ერთი პარტიის განწყობის და ერთი რაღაც ჯგუფის ინტერესების გამომხატველი კი არ უნდა იყოს პარლამენტი, არამედ ის უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესებს, ყველა ქალაქის, რაიონის, რეგიონის ინტერესებს. თუ გვინდა ჩვენ ქვეყანა და თუ გვინდა მომავალი. ამიტომ მე ვინმეს მომწონო არ მომწონო, მე ვინმე მომწონს არ მომწონს, ეს არ არის მთავარი. თუ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც თქვათ ასეთი პიროვნებების მიმართ აქვთ კეთილი განწყობა, ამ იმ გუნდს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს თავისი როგორც სიტყვიან კაცი, ამ სიტყვის სწორი და კარგი გაგებით უნდა ყავდეთ პარლამენტში. აი ეს არის თქვათ აი ამ შემთხვევაში ვერ გამოვა, აი ახლა როგორც დღეს არის აი მონური ფსიქოლოგიით ტრიბუნასთან არ გინახავს არავინ, ერთი კანონი არ გამოუტანია, სიტყვა არ უთქვამს პარლამენტში ან უზობი რა, როგორ შეიძლება ასეთი რამ სოფლიოში არც ერთ პარლამენტში არ ხდება, როგორც ჩვენთან არის საქართველოში. მე ამიტომ კიდევ ერთხელ ვინც თქვენ დამირეკეთ და მითხარით, მე არ მაინტერესებს ტელევიზია ქართული ტივი, იმიტომ ისენი რომ იქ ბატონი გვენეტაზე არის ლანძღავს ყველას, აი რომელიც თქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ რამე სიტყვის. მე არ ვიკადრებდი ეს პროფესორია, დოქტორია, მე ასე არ გავლანძღავდი იმ ხალხს, ვიზეც ის არის, შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება რომ ასეთი სიტყვებით მიმართო და აელაპარაკო მით უფრო პროფესორმა. ჩვენ ცოტა მეტი შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და დემოკრატია არის ის, რომ მე სხვის აზრს პატივი ვცე. ადამიანი, რომელიც ვერ იტანს სხვის აზრს და აი ესე ეკიდება მას და ასე ლანძღავს და მიწაზე ანდებს და რას არ უწოდებს ამ ხალხს და გამყიდველები და აბა ესე იგი აი მოგანოები და ერთუჯრედიანები და ეს როგორ შეიძლება? დღესაც მოვისმინე მე გადაცემაში და ძალიან შევწუხდი და იძულებული გავხდი შემდგომ მეთქვა რომ მე ვიცნობ აი ქუჩაში რომ დგანან ესენი არიან გამყიდველები, ასეთები, ისეთები. არ ვარ გაბატონებო, ასე ერთმანეთზე საუბარი ძალიან ბევრი რა გინდათ იმ ხალხთან, მე არ ვარ იმის მომხრე, რასაც ქუჩა ქვია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქუჩაში ვინ გამოდის, მე იმის მიმართ ვიყო ლანძღავად ვაგინო და ისევ ლაპარაკობდე როგორც ძალიან ბევრი ხელისუფლებას რო თავი მოაწონო, ამ ადამიანებს ლანძღავენ. მიდით ერთხელ დაელაპარაკეთ, მიიწვიეთ ერთხელ
თქვენთან ტელევიზიაშია თუ რა ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ახლობელი რაღაც გული მწყდება ამ ხალხზე, რომელი დემოკრატიაზეა ლაპარაკი, რომ ტელევიზიები ჩაიგდეთ ხელში, ათასნაირი ვინმე გეხმარებათ ეთყობა, რომ ეს ტელევიზიები იყოს და ასე დროს გამოდიხართ და ხელისუფლებას თავგამოდებით იცავთ და ლანძღავთ სხვას. რაციონალური უნდა ეძებო ყველგან. რაციონალური მარცვალი ეს დიდი ფილოსოფოს ეკუთვნის, ეს უნდა ეძებო ყველგან. თუ გინდა რომ წინ იხედებოდე. როგორ შეიძლება რომ ერთს ასე უარყოფდე და მეორეს ასე განადიდებდე. მე საქართველოში ვხედავ ერთ რამეს, რომელიც ჩემთვის ძალიან დამაფიქრებელია. ესე იგი, ხელისუფლებას ფულიანებს, ორივე იმაზე ვლაპარაკობ მე, რომ აი ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ფულიანებს, ამას გამოკვეთილად ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად ვხედავ რაშიც არის, რომ ხელისუფლებას და ფულიანებს ეპირფერებიან, ვიმეორებ, ხელისუფლებას და ფულიანებს ეპირფერებიან და სხვათა შორის ეს არა მარტო რიგით ადამიანებშია, არამედ ეს არის უპირველესად ყოვლისა პოლიტიკოსებში, ინტელიგენციაში. მე ვნახე დღეს გამსახურდიას წინააღმდეგ გამალებული პოლიტიკური მებრძოლი ჯორჯიან ტაიმსზე გამოდიოდა, გამალებული როგორ ებრძოდა, იცით რომ დღეს გამოვიდა და ეს ხელისუფლება რომ გამართოს პროპაგანდა არ უარგათო, ისე კარგები არიანო. ნუ რა უნდა ქნა ახლა, ესე იგი, აი გასაოცარია პირდაპირ რა. აი საბჭოთა მოდელი პროპაგანდის შიგნით და გარეთ დღეს საქართველოში ყვავის. ამის ნახევარს ვერ აკრიტიკებდნენ საბჭოთა კავშირის დროს, ვერც კაპიტალიზმს და ვერც ამერიკას და ვერც ევროპას. ამის ნახევარს ვერ ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით ერთმანეთზე. დღეს ეს არის დაბომბვა ერთმანეთის. ოღონდ ამერიკაზე და იმაზე თქვა ევროპაზე ცუდი, კაი კაცი ხარ, რატომ? იმიტომ რომ ფიქრობენ რომ ეს მოწონთ ხელისუფლებაში. თქვენ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეთ ამაზე. აბა დღეს გამოქვეყნდა პუტინის განკარგულება, თუ ბრძანებულება, რომ დემარკაცია უნდა მოხდეს საზღვრების. და ამ გადაწყვეტილებაში არც ერთი სახელმწიფო არ არის, არაფერი არ არის მინიშნებული, აი ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ასეა მინიშნებული, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ნუ საერთოდ ისინი მიწერიან და აფხაზეთი და ოსეთი, სამხრეთ ოსეთი მინიშნებულია კონკრეტულად. დღეს სადმე ტელევიზიებში, დღეს სადმე ხელისუფლებისგან განცხადება იმისი, რომ დემარკაციას აკეთებს, საზღვრებს ფარგლავს და ამბობს, რომ რუსეთის საზღვარი აფხაზეთთან და რუსეთის საზღვარი ოსეთთან, სამხრეთ ოსეთთან ძალიან კარგად უნდა დავალაგოთ და ჩამოვაყალიბოთ. საქართველოს არ არისო, არაფერი. ვინმეს პროტესტი მოისმინეთ დღეს და მე რო ვეთქვი, რომ რუსული მიმართულება გაქვთ, წინთ, მე არა ვარ რუსეთის წინააღმდეგი. მე ვთვლი, რომ რუსეთის ყველაზე დიდ საქმეს დღეს ოპოზიციონერები აკეთებენ. ისინი როგორც რუსეთზე ლაპარაკობენ, ეს აწყობს დღეს რუსეთს. რუსეთის არც ლანძღვა შეიძლება, არც გინება შეიძლება. შენ უნდა ეძებო რუსეთთან ურთიერთობაში ის რაციონალური მარცვალი, ჰეგელიზე ვლაპარაკობის დიდი ფილოსოფოსი იყო. ის რაციონალური მარცვალი, რომელიც შენი ქვეყნისთვის იქნება საინტერესო. ლანძღვა არ არის შენი ქვეყნისთვის საინტერესო. არც ქება და ფეხქვეშ გაგება არ არის საინტერესო. მაგრამ აი მოძებნოს სწორი ურთიერთობა, ამას სჭირდება დიპლომატია, ამას სჭირდება პოლიტიკური კულტურა. გრამი პოლიტიკური კულტურის არ არის, გრამი დიპლომატიის არ არის. მე არ ვიცი თქვენ ვის როგორ მოგწონთ, მაგრამ თუ დიპლომატია ქვია იმას, რომ ერთი ქვეყანა ლანძღო და მეორეს ფეხქვეშ გაეგო, მე ამას არ ვეძახი დიპლომატიას. დიპლომატია არის ის, რომ არავისთან არ დაპირისპირდე, მით უფრო როცა პატარა ქვეყანა ხარ. ამერიკის მაგალითია აგერ, აი ჩინეთს, რუსეთს, როგორ აი ლავირებენ. ასე იგი ხანდახან რაღაცა თუ გაამწვავებენ, მერე მეორე დღეს ცოტა ამსუბუქებენ. აქ ასე როგორც იტყვიან, ერთხაზოვნად. მიდის ნანძღვა გინება, სად, რა დიპლომატია ეს, სად ისწავლეთ ეს, სად გაიარეთ ეს კურსები, ვინ გასწავლათ, რომელ იმაში წერია ეს, მე არ ვიცი, აქ საქართველოში გამოვიდა პოლიტიკური კულტურის და დიპლომატიის წიგნი, ბატონ როინ მეტრეველი ძალიან მრავალტომეულია, მე გადავუნახე ეს წიგნი ძალიან კარგად, ბევრი რამ ჩემთვის და მე უცხოეთში, სადაც გარეთ კურსები მქონდა თუ სწავლობდი რაღაც, ძალიან კარგად შევისწავლე ესენი, რომ სხვისი ლანძღვა არ არის მომგებიანი. საქართველო ამაზეა აგებული. ხმამაღლა ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რუსეთის ლანძღვით საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მოდიან ხელისუფლების სათავეში ანტიკართული ძალები. და ვამბობ იმას, რომ
არასდროს რუსეთს ისეთი დამანგრეველი როლი საქართველოს ისტორიაში არ შეუსრულებია, როგორცაც ასრულებს დღეს. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ლანძღვით საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული ძალები. და ამ ანტიქართულმა ძალებმა ყველაფერია თქვენ წარმოგიდგენიათ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც თურმე 30 წელია რუსეთს თუ რამდენი წელი გავიდა იმის შემდგომ ვებრძვით და 90 წლის შემდგომ თითქოს რაღაც დავცილდით იმის შემდგომ პრაქტიკულად პირველ ეტაპზე რაც არ იყო ეგ შუქი გვაქვს სახში რუსეთის მას უხდით ფულს და იმისგან ვიღებ გაზი გვაქვს რუსებს უხდით ფულს წყლის ფულს რუსებს უხდით დასუფთავების ფულს ხორბალია და რუსეთთან შემოგვაქვს ბავშვთა კვების ისენია და რუსეთთან შემოგვაქვს გასაოცარია პირდაპირ იმ ხალხმა იმ პოლიტიკოსებმა რომლებმაც ეს გააკეთეს რუსეთს ვებძვითო გეუბნებიან აი რუსეთს საქმე აკეთეთ თქვენ ყველა რეალურად მე ვიმეორებ რომ მე ძალიან კარგად ვხედავ და მეცნიერები ამას ძალიან სწორად აანალიზებენ რომ ძალიან სწორი პოლიტიკით არა ფეხქვეშ გაგების ან ლანძღვის პოლიტიკით ჩვენთან აქვთ ან ფეხქვეშ გაგების პოლიტიკა ან ლანძღვის პოლიტიკა არც ფეხქვეშ გაგების პოლიტიკაა კარგი და არც ლანძღვის და დაპირისპირების პოლიტიკა და დიპლომატია ეს არის უმაღლესი ხელოვნება პოლიტიკური კულტურის უმაღლესი მწვერვალები ესენი და უმაღლესი მწვერვალები კი არა ჩვენი აგერ ხელისუფალი გამოდის და ამბობს რომ კეთილი ინებოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ და დაგვარწმუნოს ჩვენ იმაში რომ deep state არ მართავს ამერიკას ნუ ამდაგვარ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი ქუჩაში ამის გამო გამოვიდოდა და იტყოდა რომ მე მომწონს თუ არ მომწონს ამერიკა შენ ვინ მოგც ასე ლაპარაკის უფლება მე რომ მოგიყვანი ამ ხელისუფლების სათავეში თქვენ ასე ლაპარაკის უფლება მე ასეთ საქართველოს მინდა აი ასეთი ურთიერთობები მინდა მე არ ვიცი სოფლიოში მეორე ქვეყანა რომელიც დაქირავებულს ასე ეგებოდეს ფეხქვეშ ვინ არის დაქირავებული ნორმალურ ქვეყანაში იციან რომ ხალხია ქვეყნის ბატონ პატრონი და ხელისუფლება არის დაქირავებული ხელისუფლების სიყვარული ამერიკაში სასაცილოდ მიაჩნიათ და გიგივე დემოკრატიულ ქვეყნებში ისინი ამბობენ ხელისუფლებას უნდა ყავი გავაძროთ ისევ ამუშაოთ სიქა გავაძროთ როგორც იტყვიან ხოლმე აი ჩვენები ძველები რო იტყვიან ლიტერატურული ენით რო ვთქვათ ჯოხი სახრე უნდა გვეჭიროს ხელში რომ ხელისუფლება იმუშავეთ ოფლიდინეთ საქმე აკეთეთ დარდიმანდობენ ფულშოულობენ კორუფციაში არიან ჩვენ ვაკებთ ვადიდებთ ეს არ არის კატასტროფა აი ნახეთ როგორი ძლიერი ნუ ესე იგი ძალიან დიდ მოაზროვნე პიროვნებას კლარს ეკუთვნის გამონათქვამი და ძალიან ბევრი იმით შეიძლება ითქვას მაგრამ როცა ხელისუფალი აშკარად არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს იპარავს და ბევრ სხვა რამეს აკეთებს ხალხი იმას გმირად შერაცხავს და აკეთებს იქ იღუპება ეს ქვეყანა ესაა საქართველო შევარდნაძე იყო და უდიდესი ნაწილი ფეხქვეშ ეგებოდა და აკებდა მერე გადავიდა და ლანძღავდნენ სააკაშვილი მოვიდა და უდიდესი ნაწილი და ფეხქვეშ დაძლებდა და მონური ფსიქოლოგია იყო მერე აღმოჩნდა და ესე იგი თურმე ყველაფერი უბედურება ყოფილა და დღეს მას ვერ იღებენ მერე იყო და ვინც კი მოვიდა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი ყველას ხება დიდება იყო მერე თურმე კორუმპირებულები აღმოჩნდნენ დაანებენ თავი რა ხებას დიდებას განძღვას ხელისუფლებას ამუშავეთ მოთხოვეთ ეგაა მთავარი დღეს საქართველოში სოციალური პროტესტის კულტურა არ არსებობს როდესაც ეს უნდა იყოს ყველაზე მეტად რამდენი ხანი გავიდა დააკვირდით თქვენ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ისე 90 წლიდან გავიდა რამდენი პერიოდი რამდენი წელია ეს ხომ ხედავთ არა 35 წელი 35 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროტესტია სოციალური პროტესტი პრაქტიკულად არ ყოფილა და რაც ყველაზე მთავარია ამ 35 წლის განმავლობაში თუ 90 წელში საშუალო ფენა ქვეყანაში იყო 60-70% და 5-7% იყო ღარიბი დღეს შებრუნდა 5-7%-ია საშუალო ფენა და 60-70% არის ღარიბი ღატაკი და კარგად არის გამონათქვამი შიერ და დაუდნურებელ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და კუჭი იმარჯვებს გონებაზე საქართველოში კუჭია გამარჯვებული გონებაზე რატო იმიტომ რომ სიკეთე გათითოკაცებულია ბოროტებერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეგრული და აი სწორედ
რომ ვამბობთ იმას, რომ ეს არის ძალიან მძიმე რამ, რომ ფულიანს, ხელისუფალს, ესე იგი, ძლიერს, მისი ჭყალებში უნდა ჩავსვა, ძლიერს, ფეხფეშეგებიან, ელაკუცებიან, ეპირფერებიან. ამ საცოდავ ადამიანებს ღლიტავენ ეს, ესე იგი, ხელისუფლებები, ფულიანები, ამათ ხარჯზე მდიდრდებიან და ამათ კიდევ ცუდად ექცევიან. განსაკუთრებით ინტელიგენციის წარმომადგენლებმა მიყიდეს, ესე გაკიდეს ხალხი. გაკიდეს ხალხი და ხელისუფლებას დასდევენ და იცავენ ხელისუფლებას. ვიდრე ეს ყველაფერი არ შებრუნდება. ვინმე მეტყვის, რომ ენ ილუზიებში ხარ, ეს არავითარ ილუზიებში არა ვარ. თქვენ მიეცით საშუალება იმ კონცეფციებს, რომელიც მეცნიერთა კონგრესშია, 6 თვეში ეს ყველაფერი შებრუნდება. იმიტომ კი არა, რომ ვიტყვით და ამის გამო, არამედ სისტემა უნდა შეიცვალოს და მართვის სისტემა, როდესაც ჩამოყალიბდება ისეთი, როგორიც თქვათ კონცეფცია აქვს, ეს კონცეფცია რას ეყრდნობა? ჩვენი ქვეყნის გამოცდილებას, კონცეფცია ეყობა გამოცდილებას, რომელიც საზღვარგარეთ არის და კონცეფცია ეყრდნობა იმას, რა მდგომარეობაში დღეს ქვეყანაა, ყველაფერი გათვალისწინებულია და პირველ რიგში ადამიანია მთავარი ფიგურა აქ. ეს პროგრამას ასე აწერია, მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენთან პირიქით შებრუნდა ყველაფერი. ხელისუფლება უნდა იყოს მსახური და ჩვენ გავხდით ხელისუფლების მსახური. ანუ ჩვენი მსახურის მსახურად ვიქეცით. და რა გიგივით? ეს როგორ შეიძლება ბატონებო, ტელევიზიებს მოგმართავთ, ჩემს მეგობრებს მოგმართავთ, ბევრს, აი თუნდაც ხელს ვიჭრიდით და იმას ძმობას ვეფიცებოდით ერთმანეთს, იმისთვის ვეფიცებოდით, რომ დაგვემონებია ქვეყანა? რატომ მივდივართ ამ გზით? რატო არ მიწვევთ მე და რატო არ მეკამათებით? ხო მითხარით ძალიან კარგად, ბატონმა ირაკლი ბათიაშვილმა მითხრა 4 თვის წინ, კი ბევრ ისეთ რამეს ლაპარაკობ, უნდა შევიკრიბოთ სასწრაფოდ. რატო არ შევიკრიბეთ ბატონო ირაკლი? მითხრა ძალიან იმათ რამდენიმე ხნის წინ სერიოზული შეხვედრაზე, როდესაც ვაჟა უთარაშვილმა მოხსენება გააკეთა მეცნიერებათა აკადემიაში. ბატონი მალხაზ გულაშვილი ესწრებოდა იქ. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით მაშინ, გია ყობახიძეც და ისინი, თქვენ გია ყობახიძე, რადგან თქვენი მეგობარია, ამიტომ მისმა შვილმა ყველაფერი შეიძლება აკეთოს და არა ბატონებო. ეგრე არ შეიძლება. მაშინ დავჯდეთ ერთად და მითხარით, რომ თქვენ ხართ მართალი. როდესაც გამოვა პრემიერ-მინისტრი, აი თუნდაც მივმართავ პატივისცემით გია ყობახიძეს, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში იყავი, ესე იგი აბაშიძის გუნდში და მათთან ჰქონდათ გარკვეული ისინი, მე სახალხო პარტიაში და ბევრი რაღაც ამ იმაზე ჩვენ ვიყავით ერთად. წინ საქართველოში ვიბრძოდით მიწების და რაღაც იმაზე, რა ისთვისაც ვიბრძოდით, იმის საწინააღმდეგო გეკეთება, ყველაფერი ხმას არიღებთ, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. ჩვენ რაზე ვთხოვდით პასუხს? მიხეილ სააკაშვილს. აი ვთხოვდით პასუხს იმაზე, რომ აი აგერ ბუდა რობაქიძე რომ ჩაცხრილეს 23 ნოემბერს გიორგო ბაღამეს იმისი ნაციონალური მოძრაობის მოსვლიდან 1 წლის თავზე რომ ჩაცხრილეს სად დიდუბის ეკლესიასთან და დიდუბის პანთეონთან ახალგაზრდა ბიჭი აბსოლუტურად არასწორად მიხეილ სააკაშვილს თხოვდით პასუხს იმისთვის რომ ეგ როგორ მოხდა ქვეყანაში და თქვენი შვილი პრემიერ-მინისტრი მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს ვინც წინ საქართველოში ვიყავით გამოდის და ამბობს 2024 წლის 8 თებერვლიდან მე ვარ პრემიერ-მინისტრი და ნახეთ იმის შემდგომ როგორ პატიოსნად მუშაობთ. აი ეგ გუშინ წინ თქვა ხომ? ასე დაიწყო ყველა პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის და ასე იწყებდა მიხეილ სააკაშვილის და მერე მთავრდებოდა კორუფციით. მაგრამ მე გადავდოთ ეს გვერდზე. მე ვლაპარაკობ თქვათ სწორია რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა. კი მაგრამ 2024 წლის 8 თებერვლამდე ვინ იყო თქვენი შვილი და ვინ იყო აი თქვათ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი? პარლამენტის თავმჯდომარე არ იყო? უმრავლესობის ლიდერი არ იყო? პარტიის თავმჯდომარე არ იყო? ესე იგი 10 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყავი, უმრავლესობის ლიდერი იყავი, ფრაქციის და ყველაფერი ხელმძღვანელი იყავი
და ამბობ იმას, რომ მე 2024 წლის 8 თებერვლიდან ვაგებ რა ეს რა ესეთი რამის განცხადება აი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში აი ამიტომა ჩვენთან ავადმყოფური აზროვნება აი ამიტომა რომ მოსპეს ადამიანებში თქვენ ასო ერთხელ მაინც გამოდით და თქვით ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა თქვენმა გამოდით და თქვით ბატონებო შეგვეშალა ბევრი შეგვეშალა პრეზიდენტში ერთში შეგვეშალა პრეზიდენტში მეორეში შეგვეშალა ერთ პრემიერ-მინისტრში შეგვეშალა მეორე პრემიერ-მინისტრში შეგვეშალა მესამე პრემიერ-მინისტრში შეგვეშალა მეორედ რომ მოიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ამაზე არ არის ლაპარაკი არა მე რომ მუშაობ მე რო ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი მუშაობ სულთან და სხვა რომ მუშაობდა ცუდად მე ამაზე არ ვაგებ პასუხს ვინ ამბობს ამას პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტს რომელსაც ევალება რომ კონტროლი დააწესოს ესე იგი თავრობის საქმიანობაზე და პასუხისმგებლობა ეკისრება ამის ნახეთ ამერიკაში როგორ არის ნახეთ დემოკრატიის ქვეყნებში როგორ არის აი ამას რომ ვიბედავენ ბატონებო მე ამას რატო ვლაპარაკობ ჩემთვის ადვილია ეს ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ ადამიანები რომელთა მიმართ კეთილი განწყობა მქონდა და ვინ არჩუნებ არა მე ამას ხო არ ვლანძღავ და არ ვაკებ მე არ მიწვევენ მახას გულაშვილთან იქ ქალბატონი ხაჩიძე არის რომელმაც მითხრა რა სასაული რამეები თქვი და ესე ერთი წლის წინ იყო ეს აი სასწრაფოდ მოგიწევთ ამას გამოვიდან გავიდე ერთი წელი სასწრაფო არ ყოფილი არ ვიცი რა ეძახიან ესენი სასწრაფოზე ხლა თუ სასწრაფოს 5 წლის პერეკვია მე ვერ გეტყვით მაგრამ მე არ მიწვევენ ხომ მე ხო არ მithქვამს რომ მოგიწევთო თვითონ თქვა იგივე იყო ინგა გრიგოლია რა რომელიც ამბობდა რომ აი შენ ხარ ესე იგი რესპონდენტი საუცხოო და მე ხშირად როცა მივწერ ანუ პრაქტიკულად არავინ არ გიწევს რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი რაზეა საუბარი მე არ მესმის დღეს ეხლა პირდაპირ ნებისმიერ ქვეყანაში ქალბატონმა ლუარანი ჟარაძემ ქალბატონმა ლელა კუხიანიძემ იმან შვედეთიდან იმან იტალიიდან იქ საპრეზიდენტო მეუბნებიან ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ პარლამენტში გავესწროთ კომიტეტის ხდომას რაღაც სიტყვა ვთქვათ გამოვიდეთ მოსაზრებები ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ეს ხო წარმოუდგენელია მაგრამ ამასო თავი დავანებოთ კითხულობთ კაცო რომ გამოდიხარ და გვეუბნებით 6 მილიარდი მოდის და ძალიან ბევრმა მე დაწერა ეცით რომ რა დაგემართა თუ 6 მილიარდიო არაბებმა ბევრგან შეიტანეს რომ მითხარით სად 3 მილიონი ქვეყნიან ქვეყანაში 6 მილიარდს ამერიკას არ შეატანიებენ ხედულობაში მაქვს ინვესტიციას არაბული კომპანია თანაც რომელი კომპანია ბატონებო ეს რომ იყოს სამეცნიერო მიმართულების რაღაც ჩიპების წარმოებას რომ აკეთებდეს მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებას რომ აკეთებდეს გასაგებია ამ ქვეყანაში სადაც ჩვენმა მშენებლებმა ენგურში ააშენეს ენგური და მშენებლობის თვალსაზრისით ნახეთ როგორი ტაძრები აქვს ჩვენს იმათ აშენებული დეველოპერული ესე იგი კომპანია ანუ მშენებელი მოდის და მეუბნება რომ ქალაქს ავაშენებ და სახლებსო მონები ვართ აბა ვინ ვართ ჩვენ ამას რო ვიწონებთ შეიძლება მართლა კარგია მაგრამ გამოდი და გამეცი პასუხი იქნება იქ მეჩეთი მითხარი კატეგორიულად რომ არ იქნება მითხარი რომ ვინ იცხოვრებს იქ მითხარი ვისთვის შენდება ეს და რა სამუშაო ადგილები შეიქმნება რომელი წარმოება იქნება იქ და რატო არ ავაშენებთ ქალაქი ბაგრატიონი დავით აღმაშენებელი საფლავში ბრუნავს ალბათ არაბების შემოსევისაგან გაგვათავისუფლა და როდის რომელეს ეპოქაში და დღეს ამ მდგომარეობაში ვართ შემოსევა არაბები ვლან ზღუდ ჩვენ არა ყოჩა იციან რამად რომ გადაირჩინონ თავი და ხალხი ატყუონ აბოლონ რომ შემოდის დიდი ინვესტიცია ნორმალური ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო პერიოდი ერთ-ერთ პორტში 0.5% არ მიყიდეს არაბულ კომპანიას 0.5% ერთ-ერთი პორტის ამერიკაში ჩვენთან ტრამპი გამოდის და ამბობენ რომ არაბული ის მოდის ამერიკის პრეზიდენტს რომ უთხრას ვინმე ეხლა რომ მოდის ესე იგი დეველოპერული კომპანია არაბული და აშენებს ქალაქსო სიცილით ხო დაწყდებიან იქ და ვინ მიცემს ამის უფლებას მაგრამ იმ შემთხვევაში მიცემენ უფლებას თუ იტყვის რომ მე ვიწყებ ჩიპების წარმოებას მე ვიწყებ მაღალ ტექნოლოგიური წარმოების გაკეთებას კი ბატონო ამაზე უნდა იფიქრო მაგრამ რომ აბოლებ მე და მეუბნები რომ დეველოპერული კომპანია რომ მშენებელი კომპანია მოდის
მე რატო ვარ ამით აღელვებული? იმიტომ რომ საქართველოსთან ქართველობა გარბის. მიდით ნახეთ რა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. მიდით აეროპორტში და დადეგით 1 საათი და თუ გული გაქვთ, შეიძლება გული გაგიჩერდეთ. რამდენი ქართველი მიდის და გამოელაპარაკეთ ხალხს, კითხეთ. დაელაპარაკეთ და კითხეთ უბრალოდ. სადმედია მე 2-3 ჯერ გავაკეთე ეს და არ ვიკადრე ისო იქიდან პირდაპირ გადაცემა გამეკეთებია ვინმეს პოპულისტური იმათ რო, მაგრამ გული მომიკვდა. ახალგაზრდებს რო დაველაპარაკე, რატომ აქ რა მინდა? ჭაობია, აქ როგორ გავჩერდე? თქვათ არ არის ჭაობი. იმა კაცს ხო აქვს ეს აზრი. ხო უნდა გაუქარწყლეს. ის კაცი გეუბნება არაბულ კომპანიას აშენებინებ ქალაქს და წარმოება არ შენდება ამ ქვეყანაში. და მე რა მინდა რო გავჩერდე? მე როგორ უნდა გავჩერდი აქ სადაც მაღალ ტექნოლოგიური ისინი არ იქნება, საწარმოები არ იქნება. რა შეძლო ჰოლანდია მეგერი? რა შეძლო ძალიან პატარა ქვეყნებმა რა შეძლო ჩიპების და ბევრი რამის წარმოებით და რაღაც. მე თქვენი თქვით ახლა როგორ გეკადრებათ ბატონებო? ქუთაისში იყო ორი წარმოება მაშინ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის დროს ეს ავანგარდი ქვია და მეორე ოსხოდი. ესე იგი კოსმოსური თანამგზავრის ელემენტები გამოდიოდა ჩვენთან. ჩიპებს უშვებდნენ, ჩიპებს თანამგზავრისთვის. იყო SKB-ს წარმოება უნიკალური კადრებით. ესენი წავიდნენ, მოედნენ თელ მსოფლიოს და იქ ძალიან კარგად არიან, იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანები იყვნენ. საქართველოს დაიცალა. რეალურად ყველაფერი ამისგან. მე ხوار გეუბნებით იმას რომ ლანძღეთ ვინმეს დაუპირისპირდი, ჩვენ მონებად რო იქნებით. იონე ოქროპირმა უნიკალურად თქვა საკუთარი სიცოცხლის ფასად, საკუთარი სისხლის ფასად, ესე იგი გაგათავისუფლად უფალმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონებიო. საკუთარი სისხლის ფასად გაგათავისუფლათო და ადამიანთა მონები ნუ გახდებითო. ჩვენ გავხდით ადამიანთა მონები. ხელისუფლების მონები გავხდით, მაშინ როდესაც ხელისუფლება უნდა იყოს მსახური. მე არ დავიღლები ამაზე ლაპარაკით ბატონებო. თქვენ ვის მოგწონთ და ვის არა, მე ამას ამ შემთხვევაში არ ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას. როგორ შეიძლება რომ ხელისუფლება ასე აყოყოჩემული იყოს, არაფერს არ ეკითხებოდეს, ისევ გაიძახის რიონის ხეობაში ავაშენებ ხეს, სად შენდება ხესები დღეს? გეუბნება რომ არაბებს ავაშენებინებ იმას რა ქვია ქალაქებს, მეგაქალაქებს 6 მილიარდი მოდის. მე 6 ლარს არ მივიღებდი ამისთვის, 6 ლარს. და ჩვენი ისინი მშენებლები ჯერ ყველა მშენებელი პარლამენტში ყავთ. თუ ასეთი მშენებლები ყავს, მიეცით ცეცხლი და გააკეთებინეთ. აბსოლუტურად არაფერი არ უნდა. მე დღეს რეალურად აი რომ მქონდეს საშუალება და კონცეფციას გამოვიტანთ, აი როდესაც ვთქვით რომ ქალაქი ბაგრატიონი აშენდეს, ხელისუფლებას არაფერი არ ეხარჯებოდა. რა იყო საჭირო? ადგილის გამოყოფა და დაპროექტება. და დანარჩენი ხალხი იყიდიდა თვითონ უამრავი უცხოეთში წასული ვინც არის აქვს საშუალება ამის რომ ეყიდათ. ან სესხლის საშუალები მიხმარებოდით და საქართველოში გვექნებოდა ქალაქი ბაგრატიონი. ქალაქი ბაგრატიონი არ გვინდაო 9 საუკუნე იმეფეს. მსოფლიომ არ იცის მეორე გვარი, რომელმაც ასეთი პროგრესი მიცა, არა მარტო ერთ ქვეყანას, არამედ მსოფლიოს მიცა ძალიან ბევრი რამ, ბაგრატონთა გვარმა ჩვენ აქ არ ვაფასებთ. ჩვენ ის როგორც უნიკალური იმათ არ შევიტანეთ, მაშინ როდესაც იუნესკოში უნდა მივდიოდეთ და კაცობრიობის ეს არის სია რაღაც უნიკალური იმის, იქ უნდა შეგვეტანა. საქართველოშიც კი ვერ გავაკეთეთ ეს და არაბებს ვაშენებინებთ სოფლებს და ბაგრატიონი ქალაქი არ აქვს. ამერიკამ ხოჩა ვაშინგტონი აქვს დედაქალაქი. კი მაგრამ ამერიკაში თუ შეიძლება ვაშინგტონი პიროვნებასთან დაკავშირებული ქალაქი იყოს, მე ხო არ ვამბობ დავით აღმაშენებელი დავარქვით ქალაქი, ბაგრატიონი. ამის წინააღმდეგი გამოდიან. და ამას ლაპარაკობთ რომ ეროვნული ხელისუფლებაა. რუსეთმა დღეს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო 24-ში მოაწერა ხელი. რომელიც წვია დღეს თუ გუშინ ხომ? მოეწერა ხელი, სადაც საზღვრები უნდა პირდაპირ არის მინიშნებული. ბატონმა თემურ ჩილაჩავამ ეს უნიკალური მათემატიკოსი, ძალიან ძლიერი საინტერესო პიროვნება, აი ერთ-ერთი ყველაზე ციტირება რომ აქვს თემ სოფლიოში, ისეთი მათემატიკოსია და უნდა გვიხაროდეს ეს ყველაფერი, მან გამომიგზავნა გულის ტკივილი გამოაყოლა თან.
დიდი მადლობა ბატონ თემურ ჩილაჩავას ამისთვის და ვამბობ იმას, რომ მე მართლაც შევწუხდი, ვიღაცა მითხრა, რომ აი ერთ-ორ პიროვნებასო დაურეკე, მითხრეს, რომ ესო ფეიკი იქნებაო, ნეტავი აღმოჩნდებოდეს. ნეტავი. მაგრამ ეჭვი მოპარება. გადაწყვეტილება მიღებულია. ქუჩაში დგანან და მე ყველას არ ვეხევი, მაგრამ ამათ უხარი აქვს, რომ თუ რუსეთი დაიქცევა და დაინგრევა, ამას ვერ ფიქრობენ. რუსეთის დაქცევა და დანგრევა აშინებს ამერიკას. მისგან ოკეანის იქეთაა. რუსეთის დაშლა თუნდაც კავკასიიდან საქართველოსთვის იქნება კატასტროფული. ვინ გეუბნებათ, რომ რუსეთი ვაქოთ, ვადიდოთ და ფეხქვეშ გავეგოთ, მაგრამ დაანებეთ თავი იმის განზღვა გინებას და მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის შიგნით არის უამრავი პრობლემა, რომელსაც პატრონობა ჭირდება. ადამიანია მიტოვებული. მიწაა ქართული მიტოვებული. განადგურდა ქართული მიწა. მიწის განადგურებამ და ამ შხამ ქიმიკატებმა წყალი მოსპო. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გააჩნია ქვეყანას სამომავლოდ, ეს არის წყალი. დეფიციტი იქნება უახლოეს იმაში 50 მილიონი უცხლობით დაიხოცება. ჩვენი წყალი ვერ წავა ვერსად, იმიტომ რომ პრაქტიკულად მოწამლულია შხამქიმიკატები. საიდან მოგვაქვს შხამქიმიკატები? მოგვაქვს თურქეთიდან. 20 ჯერ მეტ შხამქიმიკატს ყრით 1 ჰექტარზე, ვიდრე ამ ევროპაში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში. 20 ჯერ მეტ შხამქიმიკატს. რას მიწა გაუძლებს ამას? ჰუმუსი გავყიდეთ გარეთ, ჰუმუსი. ანუ ის მთავარი სიმდიდრე, რაც არის მიწის. აქ არის ბატონ გიანადარეიშვილის, ბატონ რამაზ გაყოკიძეს, უამრავ მეცნიერს აქვს გარკვეული წინააღმდეგობები, ვეუბნებით, რომ დავიწყოთ, ნახოთ, რატომ მეცნიერებისადმი სიძულვილი ქვეყანაში როგორიც არის დღეს და ეს ეხება არა მარტო ხელისუფლებას, ბიზნესმენებსაც არა აქვთ ატანა მეცნიერების. ატანა არა აქვთ. ისეთი საოცარი რამეები გამოიგონეს აგერ, აი თქვათ ხელობაშია ზურაბ ქუმსიაშვილმა მეოთხე ფაზისეული წყალი, ზერთი დაშალა. ესე იგი, აი იგივე არაბული კომპანია ინსტიტუტი ერთი გამოეხმაურა და კონტრაქტის გაფორმება უნდა. ამერიკელები არიან, ესე იგი, გაუცემლები და რაღაც კონტრაქტის გაფორმება უნდა. საქართველოში ნული ყურადღება. იგივეა თქვათ, წარმოგიდგენიათ ამბობს, რომ არ გვინდა სასუქები. ამ სასუქებს ნუ ვყრით ამ მიწაზე, ნუ ვაფუჭებთ ამ მიწას. არსებობს ესე იგი ორგანული სასუქები, რომელიც ტყეში ფოთოლი, რომელსაც არასდროს შხამქიმიკატი არ მიუღია, იმ ფოთლების დაკუცმაცებით და ქართული ჭიების მემით, რა ქვია, მონაწილეობით მიიღეს სასაულისავე ვერმის სასუქი. ეს გააკეთა ესე იგი აგერ ჩვენმა ქართველმა კაცმა და ვეუბნებით იმას, რომ კი, მაგრამ აგერ გვაქვს, აგერ არის, სასაული რამეა. ნული ყურადღება. უამრავი რამე, აგერ ამირან აფცეულზე ვლაპარაკობთ, რომ ხაირისგან მიიღო ელექტროენერგია. 20 წელია ნატურა ამდებულია და არ ქრება. ერთი ხელისუფალი არ დაინტერესდა, რა არის იქ? კაცმა, ქართველმა კაცმა მაქსველის თეორია განავითარა, მისი წიგნები ინტერნეტით იყიდება. და ამას ინსტიტუტი წაართვეს, დაუშალეს წინა ხელისუფლებამ. ესენი არაფერს არ აკეთებენ და კიდევ უფრო მეტი. ესე იგი, ინსტიტუტში ისე გაყიდეს ქუთაისში შენობები, რომ ადამიანი თავის შენობაში ვერ შედის. მეხუთე თუ მეექვსე სართულზე, თუ რომელიღაც სართულზე აქვს ფართი და შიგნით ვერ შედის. ფანჯრიდან უნდა გადავიდეს და იგის იმის საშუალებაც კი არ აქვს. აი ესაა დღეს ქვეყანა. როდესაც იურიდიული და იმისი სამედიცინო ინსტიტუტები იქნებოდა ქვეყანაში კერძო, ამ ადამიანმა, წესიერმა კაცმა, ქვეყანაზე შეყვარებულმა კაცმა, ამირან აფცეულმა, საინჟინრო, ანუ აი ესეთი ინსტიტუტი გააკეთა, რომლითაც აი მომზადდებოდა სწორედ პროფესორი, რომელიც არ აქვს დღეს რეალურად ქვეყანაში. ამ კაც ინსტიტუტი დაუხურეს. და ეხლა შესაძლებელი ინსტიტუტში ვერ შედის, შენობა არის მისი და ვერ შედის. ვინ წაართვეს? უშიშროების მუშაკებმა. რესტორნის, ამ რესტორნის გაცნაზე თელი ხელისუფლებები ესწრებოდნენ და დეპუტატები და გადაუკეთეს გზა. ლოგიკა სად არის, რომ ადამიანს აქვს შენობაში ფართი და ვერ შედის შენობაში. აი ლოგიკა, აი ვთქვათ ეს ეხლა, აი მეორე კლასელს რო უთხრა გეტყვის, ეგ როგორ?
მისია და ვერ შეძლეს. ისე გაკიდეს ყველაფერი. ყველა ხელისუფლებამ ისარგებლა იმ სიმდიდრით, რომელიც ბუნებრივია საქართველოსთვის, ან შექმნილია წინათაობების მიერ. ამაზე გამდიდრდნენ და ყველამ წაგლიჯა ქვეყანას, რასაც ბუნებისგან ჰქონდა მიღებული, ან წინათაობებისგან. და ამას ეძახიან ახალი თვითონ არაფერი არ შეუქმნია. არაფერი. რეალურად. ტაივანიდან ეს ქვეყნები წავიდნენ წინ, ეგერ სადაც სასაულ რამეებს აკეთებენ და მაშინ როდესაც ეს საქართველოში ეს თბილისში უნიკალური საწარმოები, ქუთაისში უნიკალური საწარმოები, ზუსტი, ესე იგი მაღალ ტექნოლოგიური, ყველაფერი მოისპო, განადგურდა და იმ ქვეყნებში, რომელშიც აზზე არ იყვნენ, მაშინ როდესაც ასეთი რამეები კეთდებოდა, იმ ქვეყნებში უქმშებენ დღეს ჩიპებს, მარტო ამაზე მდიდრდებიან და მდიდრდებიან. ხელისუფლება, რომელიც კრიპტოვალუტაზე ფიქრობს თავის ქვეყანაში და არ ფიქრობს მაღალ ტექნოლოგიური საწარმოების გახსნაზე, ის ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. მომკალით, რაც გინდათ ის თქვით, ლანძღეთ, მაკრიტიკეთ, რაც გინდათ ილაპარაკეთ. კრიპტოვალუტა ამ ქვეყნისთვის, კრიპტოვალუტით მდიდრდება ერთი კაცი. მაგრამ ის რომ თქვა ჩიპების წარმოება იყოს და რაღაც მაღალ ტექნოლოგიური საწარმოები იყოს, ქვეყანა უნდა იყოს ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყანა. საქართველო არის ნიჭზე ორიენტირებული. ყველაფერს თავი დავანებოთ 80% კვების პროდუქტები გარედან შემოდის. და ამერიკელები და ყველა ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო ისეთია, რომ ქართველმა ხალხმა საქართველოს მოსახლეობა მიუხედავად მისი ეროვნებისა ამ მიწაზე მოწეული პროდუქტი რომ ჭამოს და ეს იყოს ორგანული, ჩვენ ინტელექტუალურად სოფლიოში ძალიან დიდ როლს შევასრულებთ, სულიერ მისიას შევასრულებთ. და ამას ვერ ვაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ 80% გარედან შემოგვაქვს კვების პროდუქტები. ამის შეცვლა არავის არ უნდა. ხალხი გარეთ გარბის, ამის შეჩერება არავის არ უნდა. ესე იგი გარედან უცხოელები მოდიან, გავხსენით ხარები. ამდენი ხანია ვეხვეწები ყველას და ვეუბნები. მითხარით ერთი ქვეყანა, რომელსაც გაეროში 193 ქვეყანაა სულ რეგისტრირებული, რომელსაც 160 თუ 170 ქვეყანასთან პრაქტიკულად გახსნილი აქვს საზღვარი. ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ეს არის საქართველო. 140 თუ 150 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვაქვს და 20 თუ 30 ქვეყანასთან გვაქვს შერბილებული. მათ ჩვენეთ ერთი სხვა ქვეყანა 3 მილიონიან ქვეყანაში, თანაც ბუნების საოცრების ქვეყანაში, სადაც ყველას უნდა რომ ჩამოვიდეს. ყველას უნდა რომ აქეთ ჩამოვიდეს. და ამ დროს აი ამ ქვეყანას გავხსენით ყველაფერი. და ხმას არ ვიღებთ. როგორ შეიძლება ხელისუფლება გავაკრიტიკოთ? მე როცა ვინმეს დაიჭერენ, ან რაღაცა წავა, აი უკვე იწყება ყველაფერი. არ მინდა დღეს ბევრ ამას, მაგრამ აი მოკლედ შევეხები ამ ღარიბაშვილთან და ჯერ ერთი. თქვენ როგორ გონიათ? მართლა ის არის, რასაც დღეს აცხადებენ პროკურატურა და ესენი არა? ყველაფერი ძალიან სერიოზულ კორუფციასთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც კი ფარცხალაძემ მოსკოვიდან გააკეთა განცხადება, დაიჭერთ ღარიბაშვილს 10 წუთიან ისეთ ფილმს გაუშვებ ოცნებაზე, რომ ჩამოვშლი მთელს ოცნებას. დაფეთებული არიან ოცნებაში. გამოვიდა ვინმე და თქვა, მოდი თუ ბიჭი ხარ, მოიტან ერთი. რა არის და ჩავსვამდი 2-3 დღე. ღარიბაშვილს რომ გენახა ის ფილმი, რატო გეშინიათ? რა ფილმია ასეთი? და რა ხალხი ხარ თქვენ საერთოდ ერთმანეთს რომ ასეთ რამეებს იღებდით? ფარცხალაძე იყო არის მარტო ასეთი, თქვენ ყველაზე ერთმანეთზე გაქვთ კომპრომატები დადებული. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სისტემა მართვის. კომპრომატები. მაგრამ ეს ხო იცოდნენ სხვებმაც და თვითონ ბიძინა ივანიშვილზე კომპრომატებია, ხო? შეშინებულები არიან. არ მინდა დღეს ძალიან გაბედული რაღაც მინდა თქვა, ნეტავი ეს არ გამართლებოდეს. კვლელობა რომ მოხდა ქურდის ძმის თუ ვიღაც რომ მოკლეს, იმის მერე შეიცვალა ქვეყანა. იმის მერე ქურდები მართავენ ამ ქვეყანას. ქურდები. ერთი ხალხი გამოფხიზდეს ერთხელ და უარი უთხრას ნაციონალურ მოძრაობას, ოცნებას. ერთხელ გამოფხიზდეს ხალხი იმაზე, რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ ეროვნული თანხმობის კონცეფციით შერჩეული ადამიანებს დაუჭიროს მხარი და თქვენ ნახავთ
შეცვლილ ქვეყანას არა დაჭერებით, არა მოსპობით, არა ტანკებით, არა რევოლუციებით და რევანშიზმებით, არამედ საქმის კეთებით. 13 წლის თავზე ქვეყანაში დაპირისპირება აღწევს აპოგიას. 5 წლის თავზე უნდა გვეცხოვრა ფუფუნებაში. ასე არ გითხრა ბიზნესმენიშვილმა პირველი წელი იქნება ძნელი, მეორე იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი და მეოთხე იქნება ისეთი, რომ აი როგორიც გვინდაო და რამდენი 4 გავიდა, 3-4 გავიდა, 12 წელი გავიდა. მეტი ხომ? 13-14 წელი გავიდა. სად არის? და ეხლა დღეს ვიწონებთ ყველაფერ ამას და თანაც გამოდიან ხელმძღვანელები. ლანძღავენ თავიანთ კოლეგებს, რომელსაც გუშინ ამბობდნენ, რომ თუ ღარიბაშვილი არ იქნება, ქვეყანა დაიქცევა. თუ მარგველაშვილი არ იქნება, ქვეყანა დაიქცევა. თუ ეს ქალბატონი არ იქნება არჩეული, არ გახსოვთ, რომ მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისგებლობასო და რაღაც მისიზინი ზურაბიშვილის ნათქვამად, რომ ბიზნესთან იმათ სურათები რომ წამოვიდა აქ და გამოვიდა ლამის დაუჩონქა ხალხს და მე აღმოჩნდა, რომ ისიც მტერი ყოფილა ამ ქვეყნის, ესეც მტერი ყოფილა ამ ქვეყნის, პრემიერ-მინისტრები მტრები ყოფილან. თქვენ ვინ ხართ ხალხო? მაგრამ ეს კი არ მაგვირებს თქვენ რასაც აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ, იმიტომ რომ ხალხის დაბოლება შეგიძლიათ. მე მეწოდება ეს ხალხი, ვისაც თქვენ აბოლებთ. და მე ასე მწვავედ გამოვდივარ, იმიტომ რომ მე ამით მინდა დარჩეს ისტორიაში, როგორც ბევრი აკეთებს ამას, მეც ასე მინდა რომ მე არ ვარ ის კაცი, რომელიც თქვენ აი ასე, აი ამ ტყუილებში გამოკვებოთ. არავითარი ეკონომიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს. სოციალური დაცულობა ამ ქვეყანაში არ არსებობს. ამ ქვეყანაში ინტელექტის, ესე იგი, რომ მოქმედებაში მოიყვანოს ადამიანმა არაფერი არ არსებობს. ამ ქვეყანაში არსებობა არის პურისტვის, ესე იგი, ადამიანი არსებობისთვისაა ბრძოლა და არა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. ქვეყანაში, სადაც ბრძოლა არის არსებობისთვის, ის ქვეყანა არის უპერსპექტივო ქვეყანა. ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აქვს საშუალება საკუთარი ნიჭის რეალიზაციის, ეს ქვეყანაა ძლიერი. საქართველო არის ინტელექტუალური ქვეყანა. და საქართველოში მიეცი საშუალება ხალხს ასწავლე, მიეცი საშუალება და გეუბნებით, რომ ეს ქვეყანა შეიცვლება ძალიან მალე. ამის საშუალებას არავინ არ აძლევს. ბიძინე ავანიშვილს განათლებული ადამიანები ეზიზღება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. განათლებული და წესიერი მისთვის არის, ესე იგი, აბსოლუტურად მზად არის, რომ ესწავლოს თქვია. მეტი რა არის ახლა? უამრავი ადამიანი ვიცი, განათლებულია, წესიერია, პატიოსანია და აბსოლუტურად მოცილებულია ყველაფერს ამისგან. რატომ? იმიტომ რომ მონა თუ არა ხარ ვერ იქნები ხელისუფლებაში. გიხარიათ ეს? გიხარია ეს? რა ვქნათ? აქ მონობა ჭკუა არის. აქ მონობა ჭკუა არის. აი ეს რომ იქნება და ორ პირობა სიბრძნე ყოფილა დიდი. აკაკის ძალიან ძლიერი გამოთქვა აქვს და ფლიდების ხელშია ქვეყანა. ფლიდების, შეშინებულების. მე არ ვიცი ისე ბიძინა ივანიშვილი რა უბედურებაა ქვეყნისთვის, როგორც მისი გარემოცვის წარმომადგენლება იციან და ბევრ ჩემთან პირადად ქონია საუბარი, რომ მე მეშინია მომავალში რა სიტყვიან ჩვენზეო და რაღაც არ ვერევი ბევრ ამაში, არ მონაწილეობ, მაგრამ ხმას ვერ იღებს. რატომ? 14-15,000 ლარი აქვს ხელფასი. პრივილეგიები 30-40,000 ლარი გამოდის. იყოს ის პენსიონერი და ამ პენსიონერებს საწოდავებს, რომელთა მიერ აშენებული და გაკეთებული გამდიდრდნენ, ეს საწოდავი პენსიონერები, ესე იგი 200 და 300 და 400 ლარი რო აქვს პენსია, აკებენ და ადიდებენ ამ იმას. აი ეს არის მონობა. ეს არის მონობა. ეს არ არის თავისუფალი ადამიანი. ატყუებთ თქვენ ხალხს, რომ მშვიდობა ამ ქვეყანაში. მშვიდობა იმ ქვეყანაში, სადაც სისხლის შრება ვერ იქნება. მშვიდობა რისთვის არსებობს? ესე იგი, თუ შენ ქვეყანას კარგავ, თუ შენი თანამემამულეები გარეთ მიდიან, თუ შენს ქვეყანაში უცხოელები შემოდიან, ომი რატომ იყო ადრე? დაიპყროთ ქვეყანა, ხო? დავიპყრეს, აბა რა ქნეს? და ამას ქვია მშვიდობა. სისხლის შრება ხალხში. დაღვრილ სისხლს პროგრესი მოაქვს. ვიღაცა იტყვის ომის მომხრე, მე არაფრის მომხრე არ ვარ, მე ვარ იმის მომხრე, რომ სისხლი არ შრებოდეს. არც იღვრებოდეს, არც შრებოდეს. ნებისმიერი ქვეყანა ასეთ რამეებზე დგას: სისხლი, წლები და ოფლი. სისხლი დავგვარეთ წარმოუდგენლად ბევრი.
და გაშრა 10 ჯერ მეტი. დაავადდა ხალხი. ცრემლი დავღვარეთ იმაზე მეტი ვიდრე რომელიმე სახელმწიფო. ოფლის დაღვრის დროა და ოფლის დაღვრის დროს ერთმანეთს ვლანძღავთ, ვაგინებთ და ერთმანეთის იმაში ვართ, რა ქვია, ერთმანეთის წინამდე ვუმშილებთ. ამაში მარტო ხელისუფლებაა დამნაშავე. ოპოზიციას ფაშისტები არ იტყოდნენ ისე რომ ყველა ერთის წინააღმდეგ. ჩვენ გეუბნებოდათ მეცნიერთა კონგრესი, ეს ფაშისტურია და თქვენ ამით ბიძინა ივანიშვილის განადიდებთ. ილუზორული ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს საქართველოს. ბიძინა ივანიშვილი იმის 1000-დი არ არის, როგორიც ხალხშია აზრი შექმნილი. ეს ილუზორულია, გამოგონილი ბიძინა ივანიშვილია. რეალური ბიძინა ივანიშვილი, ვიმეორებ, იმის 1000-დი არ არის, როგორადაც ბიძინა ივანიშვილის ყველა ვინც გამოვა, ბიძინა ივანიშვილი. არაფერია ჩვენ შევქმნით ყალბი ბიძინა ივანიშვილი. და ჩვენ თვითონ დავიჯერეთ, რომ ის ასეთია. და მანაც ირწმუნა, რომ ის ასეთია, დავიკეცით. ვიმეორებ, ეს არის გამოგონილი ბიძინა ივანიშვილი. ილუზორული. აბსოლუტურად ახლოს არ არის, როგორიც ხალხშია ცნობილი, რომ აი ეს არის და გადაგვარჩინა ისეთი ხალხი მეუბნება, პროფესორი, დოქტორი დღეს ჭკუიდან გადავედი, რა გადაგვარჩინა, სად გადაგვარჩინა. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შანსი, ჩვენ სააკაშვილი მოგვაცილა. სააკაშვილი იქნებოდა კარგი ხელისუფალი, ბიძინა ივანიშვილის რომ მილიარდები არ ეხარჯა მისთვის და ასე არ განედიდებია ის. მე გარწმუნებ თქვენ ამაში. იმიტომ რომ ის უნიჭო კაცი არ არის. მაგრამ იგი გაყოყოჩდა და ესე იგი გავიდა საზღვრებიდან და მანაც ირწმუნა ძლიერია და შეუცვლელია. ვინ შეუწყო ხელი ამაში? მისმა გარემოცვამ, ვინ შეუწყო ხელი ამაში? ბიძინა ივანიშვილმა იმ პულით, რომელსაც ახარჯავდა. რამდენიმე მილიარდი. ხელფასებს ურიგებდა ხელისუფლების წარმომადგენლებს. პენსიონერზე კი არ უფიქრია. ხელფასებს. როგორიც შევქმნით ჩვენ მიხეილ სააკაშვილი განდიდებული. ესა და იმის 1000-დი არ იყო, როგორითაც ხალხში შეიქმნა ილუზია, რომ აი დაუმარცხებელი, აი მაგარი. ანალოგიური ხდება ბიძინა ივანიშვილთან. ჩამოვიდეთ მიწაზე ხალხო. ჩამოვიდეთ მიწაზე. თქვენ ნამდვილი ხელისუფალი არ გინახავთ. ნამდვილი ხელისუფალი მე ვამბობ ერთ რამეს, რომ ამას როგორც ოცნებას, ისევე ნაციონალურ მოძრაობას ეშინია ეროვნული ხელისუფლების. რატომ? იმიტომ რომ ნამდვილი მართალი პროფესიონალები რომ მივიდნენ ხელისუფლებაში, იგივე 80%, რომელიც ხანაც უჭერს ხარს და ხან მეორეს, ისინი იტყვიან, რა სულელები ყოფილ ვართ, ან ბიძინა ივანიშვილს როგორ უჭერდით ხარს და ან მიხეილ სააკაშვილს. ისე იმუშავებს და ისე შექმნის სიტუაციას ქვეყანაში, რომ ბიძინა ივანიშვილის დაავიწყდება ხალხს და მიხეილ სააკაშვილიც. დღეს ესენი მართავენ ქვეყანას, მაგრამ იმართავენ როგორ? ფილოსოფიური ძალიან სერიოზული გამოთქმა არსებობს. შენ გმართავს ის, ვინც გაშინებს. მიხეილ სააკაშვილს ეშინია ბიძინა ივანიშვილის და მართავს ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილს ეშინია მიხეილ სააკაშვილის და მართავს ისინი. ეს ჩემი გამოგონილი არ არის. ეს ფორმულა არის ძლიერი ფიზიკოსების და ძლიერი მეცნიერების მიერ დადგენილი. არც ერთი და არც მეორე იმის 1000-ად ყურადღებას არ იმსახურებს და ქვეყანა იქნება ძლიერი მაშინ, როდესაც გამოვალთ ამ ყურადღებიდან. დააფიქრდით კარგად. ვიმეორებ. ხელი გაარტყა პოლიციელს და ციხეში ზის. მე ვეთანხმები ძალიან ბევრი ვინმეს იმაზე, რომ სახაროვის პრემია საქართველოსთვის კარგი არ არის. მაგრამ თქვენ ვინც დღეს სახაროვის პრემიას იწონებთ, თემურ ლანჩავას პუშკინის პრემია რომ იცეს, იგივე ხალხმა თელი ამბავი ატეხა, რომ პუშკინის პრემია როგორ მიიღეო. პუშკინსა და სახაროვის შორის დიდი განსხვავებაა. პუშკინის პრემია საამაყოა და მე ვერ გეტყვით, რომ სახაროვის პრემია საამაყო, მაგრამ ეგ არ არის ამ შემთხვევაში ჩემი განხილვის საგანი მე ვარ გადავარდე ამის იმაში, მე ვამბობ იმას, რომ დააკვირდით თქვენ, დააკვირდით კარგად,
რომ პროპაგანდა პირველ დღეს პროკურატურას ასე შეეშალა, გამოვიდნენ რომ მან აღიარა თავისი დანაშაულებრივი ქმედებები, რომ იღებდა მისი რა ქვია უკანონო ფულს და ასე შემდგომ. უკანონო ფული სხვა რამეა, რომელსაც დღეს მაგრამ შეშინდნენ, რომ დაიჭირონ ღარიბაშვილი. ეს სასამართლო იქნებოდა საუკუნის სასამართლო და ბიძინა იმანიშვილის სასამართლო იქნებოდა ეს. მიხვდნენ ამას. და ამიტომ ერთ დღეში შეცვალეს ყველაფერი. რომ არ დაიჭირონ ის, ამის გამო არაფერი კაცო კი ფული კი ვნახეთ სახში, მაგრამ ეს თურმე იმას ბიზნესი ქონია და ბიზნესთან იღებდა ამ ფულს. ჯერ ერთი აბსოლუტურად არასწორია ეს ყველაფერი. და თვითონ იმ ხალხისგან, ვინც პროკურატურაში არიან, იმისგან გამოვიდა ხმები, რომ ესე იგი შეშლილები ვართო, როგორ ვათამაშებენ იქეთ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური გუნდი ყავთ და ბევრი რამის თქვის საშუალება არ აქვს, მაინც გამოვიდა ხმა, ხო? თვითონ შეშფოთდნენ, გადააწერიეს ყველაფერი. რა ხდება თქვენს პარტიაში? რა ხდება? ეს არის კორუფციული სისტემა. კორუფციული იყო სისტემა შევარდნაძის დროს, მიხეილ სააკაშვილმა გააძლიერა და გვირგვინი დაადგა ბიძინა ივანიშვილმა. ეს თუ არ შეჩერდა, ეს მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა რომ გვაქვს, ეს მონაგონი იქნება. გვართობენ დღეს იმით და კიდე ერთხელ გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ აი ჩვენ და ასე და ისე და ტყუილი. გარეთ ვინ გავიდა კორუფცია 1000-ჯერ მithქვამს და ვიმეორებ. 10 კაციანი ჯგუფი ვიქნებით ჩვენ. მოგვეცით საშუალება. ნებისმიერი განსაკუთრებით თბილისის მერიაში. რამდენიმე დღე მოგვეცით საშუალება შევიდეთ და გაჩვენებთ რა კორუფცია ქვეყანაში. თბილისში რო კორუფცია. არ იცოდით რომ სახლის ერთი სართული მშენებლობა რა ღირდა? არ ვიცით რომ აი ქურდებმა ძალიან მე გახსოვთ რომ ქურდები როდესაც მივედი ქალაქის მერად მე მოვისურვე ის რომ ყველას ხვდებოდი ყველა კატეგორიას და უშიშროების უფროს, პოლიციის უფროს და პროკურორს და ამათ უთხარი რომ ძალიან საინტერესო კარგი ხალხი იყვნენ და მე მახსოვს მათ სახეები როცა უთხარი რომ მე უნდა შევხვდე მეთქი ქურდებს ვინც არიან ქალაქში. გადახედეს ერთმანეთს და იფიქრეს ეს არ არის ნორმალურია. მეთქარით გაურეკეთ თქვენს ხელმძღვანელებს და შეათანხმეთ. დაურეკეთ ხელმძღვანელებმა და იმგენ მოუთხეს თქვენ ამ საქმეში არ გაერიოთ. რატო? იმიტომ რომ იმათ სხვანაირად აწყობდათ ქურდები და ვაწყობ ეხლა დღესაც როგორც არის და ვხედავდი როგორ იყო აწყობილი მაშინ ქვეყანა. მე მოვძებნე პიროვნება, რომელიც ქურდი არ იყო. მაგრამ გარკვეული ურთიერთობები ქონდა და უთხარი მასთან რომ აი რო არ გავაგზელო ბევრი ჯერ ტყეში მომთხოვე შეხვედრა, მე რესტორანში, არა კაბინეტში მოხვალ. 30-მდე ქურდი მოვიყვანე კაბინეტში. და მე მათ უთხარი. მე ყველას მერი ვარ ამ ქალაქში. მასწავლებლის პროფესორის ვაფასებად და ეს არის ჩემთვის ინტელიგენცია და ხელის გულზე უნდა მყავდეს. თქვენ ქურდები ხარ, თქვენი მერიც ვარ. და გეუბნებით პირდაპირ, ვერი ქურდებთ. და უთხარი, მე თუ ერთ დარს მოვიპარა, თქვენ 1000 მოიპარეთ. მაგრამ თუ მე არაფერს არ გავაკეთებ, თქვენ არაფერს არ გააკეთებთ ამ ქვეყანაში. და ბევრი სხვა რამ კიდე როცა უთხარი რომ აი სამუშაო ადგილები გაინაწილეთ და ეხა კურს მუშაობა და ეს ხო იცით რასაც ნიშნავს და ბევრი სხვა რამ, მაგრამ უნიკალური რამ მითხრეს მათ. ჩვენ ვინ რას იპარავს, ყველაფერი ვიცით. და მითხრეს ორი პიროვნება, მათ შორის ერთი ესტატე გოგლიჩიძე, რომელსაც ეხლა დღეს რთულად აქვს ბევრ რამეში საქმე და მითხრეს რომ აი რატო არ მივდივართ იქ? ცეკავშირის ბაზაა და არ მივდივართ. წესიერი კაცია, ყველაფერი აღრიცხული აქვს, ორმაგი ბუღალტერია რა აქვს. ეს მითხრეს. აი ქურდების როგორც კი ატყდა, აი აქ დაპირისპირება. იმის შემდგომ მოთხოვეს იმ აბა 300 მილიონი შენ მოიტან, 400 მილიონი შენ მოიტან, იმას შენ მოიტან, ამას შენ მოიტან და გაგიჟდნენ ესენიც და უკვე აღარ მოიტანეს ეს ფულები. და ამას მოყვა მთელი ამბები. ერთ დღეს გადარევენ ხალხს და ამბობენ რომ აი კორუმპირებული და ასეთი, მეორე დღეს ლაპარაკობენ არა კორუფცია კი არ არის. უბრალოდ ეს აბსურდია, სათამაშო, თქვენ სათამაშოა ეს ქვეყანა თქვენთვის.
რას ეთამაშებით და ვინც თქვენ გაქებს და გადიდებს კიდე დიაგნოზია უკვე ეს გენიალური იყო მართლაც ჩერჩილი რომელსაც ამბობდა რომ ხელისუფლება ვინც არ უნდა იყოს შენი ძმაც რო იყოს ახლობელიც თუ ხელისუფლება მოგწონს უკვე ფსიქიატრთან უნდა წახვიდეო ვის იცავთ თქვენ დაიცავით ხალხი დამოუკიდებლობის აღდგენიდან გავიდა რამდენი 90 წლიდან ნახეთ რამდენი წელია გასული 35 საშუალო ფენა არ არსებობს ამ ქვეყანაში დემოკრატიის საფუძველი არის საშუალო ფენა ხელისუფლებებს უყვართ მშიერი და დაუძლურებული ხალხი რატომ მშიერი და დაუძლურებული ხალხის მართვა ადვილია და მშიერი და დაუძლურებული ხალხის მოსყიდვა არჩევნებზე ადვილია მაგრამ როდესაც ხალხი ერთხელ იტყვის რომ ჩვენ არ ვიქნებით ის ხალხი რომ კუჭით მივცეთ ხმა და ხმას მიცემენ გონებით ეს ქვეყანა გაბწყინდება მაგალითი მომყავს მე ხშირად აქაც გავიმეორებ მათ ხოვართან რომ მივიდნენ ამერიკაში და უთხრეს ჩვენი კანდიდატი ეს პრეზიდენტობისო და იმას მიეცი ხმაო იმან რა უთხრა მე კი ვარ მათ ხოვარი მაგრამ სამშობლოს გამყიდველი კი არ ვარო მათ ხოვარმა და მეორე მაგალითი ჩასული ვიყავი ამერიკაში არჩევნების დროს არჩევნებზეც უნდა მიმეღო დავსრებოდი და მენახა და ვნახე ყველაფერი ესენი და ვინც იყო ჩემზე მომაგრებული სახელმწიფო დეპარტამენტიდან ქალაქის მერი ვიყავი და პირველი წავედი 93 წელზეა ლაპარაკი ორთვიანი კურსები და ის პიროვნება ვინც ჩემზე მომაგრებული იყო იმ ქალბატონმა მითხრა რომ მე 3-4 დღით უნდა წავიდეო და ნუ ხომ მშვიდება გაქვს მეთქი და უნდა ჩაუჯდეო პროგრამებსო წავიკითხო ვნახო განსხვავება და რომელიც უკეთესია იმას მივცე ხმაო ვინ იყო ეს ქალბატონი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტში და რომელიმე სამინისტროში მომუშავე პიროვნებამ თქვას რომ უნდა ჩაუჯდე პროგრამა სად არის პროგრამები ვის აქვს პროგრამა აბსოლუტურად არ არის რაზე გვწყდება გული რატომ გვწყდება გული რომ ასეთი ხელისუფლებები ყავს როცა ხელისუფლებას ფექვეშ ვეგებით როდესაც ხელისუფლება მსახური გავხდით და ჩვენ ბატონ პატრონის ფუნქცია გადავაბარეთ მსახურს ჩვენ მსახურს რა გვიქოს ქვეყანაში მკვდარია სოციალური პროტესტი და ხელისუფლებამ იყიდა პროფკავშირები მარტო ხელფასებს იღებენ მკვდარია პროფკავშირები სრულად ახალი პროფკავშირები თუ არ შეიქმნა ამ ქვეყანაში პროგრესი არ იქნება ყველა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სოციალური პროტესტი არის პროგრესის მატარებელი პოლიტიკური პროტესტი შეაძულა ხალხს აი რუსთაველზე რაც ხდება ეს ამ ხელისუფლებისთვის კარგია რატო იმიტომ რომ ხალხში არ არის ამ იმისადმი კარგი განწყობა მე კი არ ვამბობ რომ მე თქვათ იქ უამრავი კარგი ადამიანია და პატივისცემ მაგრამ ისინი გავლენას ვერ ახდენენ როგორც ჩანს პროცესზე ეს არ არის ის პროტესტი რომელიც როგორც იყვნა ტაძართან მიგვიყვანს ეს ერთი და მეორე ეს ხელისუფლებისთვისაა კარგი რაც ხდება ხელისუფლებამ შექმნა ისეთი პროტესტი რომელიც მას აწყობს და ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ აბა ეს გინდათ და ვამთავრებ ამით რაც დღეს ბატონ აი ისეთივე პოზიცია ქონდა ბატონ აბრალავას მაგრამ ეს მე მას უთხარი რომ კი მაგრამ თქვენ რო ამბობთ აბა სხვა ვინ არის ხელისუფლება ახერხებს იმას რომ სხვას არ უშვებს არჩევნებს ვარ ატარებს კარგად რა ხელისუფლებას მოვთხოვეთ მარტივი რამ არჩევნების მეორე დღეს შემოხაზული იყოს ის პიროვნება ვინც მივიდა არჩევნებზე ეს ყოფილა თურმე კანონის დარღვევა ადამიანი არჩევნებზე მივიდა და ნებისმიერმა ვიცოდეთ რომ ვინ მივიდა და ვინ არა ეს ყოფილა თურმე კანონის დარღვევა ამის უკან იმალება მთელი ყველაფერი უბედურება და ვამბობ ხშირად აქაც გავიმეორებ რომ 12 ქალაქიდან და რაიონიდან იმერეთში მხოლოდ 2-ში იმარჯვებდა მოქალაქეთა კავშირი რატომ? იმიტომ რომ მე ვეუბნებოდი მეორე დღეს გეკნებათ გამოქვეყნებული. ვინ მოვიდა, ვინ არა? სიყალბეში ცხოვრობს ქვეყანა. სიყალბეში. დეგარის მთელი უბედურება, აი რომელზეც თქვათ, აი აგებული და კიდე ბევრი სხვა რამ მაქვს.
ამ შემთხვევაში სათქმელი, მაგრამ აი ნახეთ რა მოხდა არჩევნების წინა პერიოდში. ხომ ლაპარაკობენ აი დღესაც ბატონი ანზორობლა კაპა სხვა ვინ არის? მე ვეუბნები წაუკითხე გვარები და დავიწყე. აი ნახეთ ხალხმა ვინ ჩათვალა, რომ ვინ უნდა ყოფილიყო მეთქი ხელისუფლებაში და წავიკითხე. ლადო ჭანტურია, კარგია მითხრა. გავაგზელე მერე. ლადო პაპავა, ძალიან კარგი. განათლებულ ადამიანებზეა ლაპარაკი. მერე რამაზ გახოგიძე, კარგია მითხრეს ძალიან. კი ბატონო, ზურაბ ხონელიძე, ყველამდე გურამ ქართველიშვილი, ეროვნული კაცი. ღირსებებით წაართვეს ყველაფერი ამ ხელა ფილმს აკეთებდა და იმას არაზდევენ ფულს რომ გააგზელეს საქართველოს ისტორია. ნუ ამის ის და შეუვარდნენ შიგნით TV პირველი. როგორ შეიძლება ამ TV პირველს აიმე დემოკრატიული და რა ესე იგი ადამიანს რომელსაც 50-60 წელს უგზავნიდნენ გარდა რომ ფილმი გადაიღო იმას შეუვარდნენ სახში. ნუ წარმოიდგინეთ თქვენ რა ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ და სახელმწიფო ვერ დაიცვა ეს და ვერ ჩვენ ვერ დავიცავით ადამიანები. სახლი გაკიდა და წავიდა სოფელში. მაგარი კაცია. მაგარი ეროვნული კაცია. მოbrunდება ის საქართველოსთვის ძალიან მაგრად. აი ის დაასახელეს უნდა იყოს აქ. შემდგომ დემურ გიორხელიძე, ნიკოლოზ შხეიძე, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკში ტრამპის პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა დღეს. ეს ჩვენი მეცნიერთა კონგრესთან და ჩვენთან დაკავშირებული პიროვნება და ნახეთ როგორი ხალხია. ესენი ძალიან ბევრი მეცნიერთა კონგრესის წევრები არიან. შემდგომ გია კვაშილავა, უნიკალური მეცნიერი. შემდგომ კახა შენგელია. ერთადერთი კაცი ყავდა საქართველოს ეხლაც ძალიან ბევრი ვინმე მიუხედავად ხშირად ვამბობ. ყოფილი საბჭოთა სიმციდან პირველი აღმოჩნდა კაცი ჯერეთი რა უნივერსიტეტი შექმნა. არაფრისაგან ყველა ებრძვიან და მაგარი უნივერსიტეტი შექმნა. მაგრამ პირველი აღმოჩნდა რომელიც სოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა პრეზიდენტად აირჩიეს. პირველი იყო ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან, საბჭოთა და სოციალისტური ქვეყნებიდან. და პირველია თელ სოფლიოში რომელიც მეორედ აირჩიეს ზედიზედ. კახა შენგელია. რომელსაც უნიკალური ურთიერთობები აქვს გარეთ. აი ეს კაცია დასახელებული. შემდგომ გიორგი თანდილაშვილი, ახალგაზრდა, ესე იგი ფერმერი, მოაზროვნე კაცი, წვენის კაცი, ძალიან საინტერესო პიროვნება. შემდგომ ანა ძაძამია, ახალგაზრდა პედაგოგთა სტუდენტური პარლამენტის სპიკერი. ძალიან ამ მომდევნო კვირაში ნახავთ თქვენ მაგას გადაცემაში და დავით გალეგაშვილი, აი მართლაც ენციკლოპედიური და რამდენიმე მიმართულებით ადამიანი რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან ბოლო პერიოდში გადადგა იმის გამო რომ არ მიზიარებ. იყო ეროვნულ ბანკში მუშაობდა, საგადასახადოს უფროსი იყო. უწესიერესი კაცი, უწესიერესი. ვის უნდა? ხალხს უნდა გვინდოდეს. ხელისუფლებას ვარ უნდა, იმიტოა ეს კორუფციული. ხელისუფლებას არ უნდა წესიერი ხალხი. ჩვენ ხო უნდა გვინდოდეს. მე ვთვლი რომ აი სწორედ დავით გალეგაშვილი ერთ-ერთი ასეთი პიროვნება. შემდგომ ესე იგი ლუკა კაზანჯი, ეს არის ახალგაზრდა იურისტი 28 წლის, რომელმაც სამართლის ფილოსოფია 7 წიგნის ავტორია და მინდია უგრეხელიძემ დაწერა მისი შესავალი სიტყვა, მისი უნდა წაიკითხოთ, უნდა ნახოთ. ასეთი პიროვნება გვყავს აგერ იურისტი და შემდგომ ესე იგი ალექსანდრე კასაძე, მართლაც აი ეკოსოფელის და კაჭარავას იდეის გამგზელებელი და აი თვითონ მოქმედი კაცი, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი პიროვნება. და ასევე ზურაბ ხუმსიაშვილი, ექიმი, მეცნიერების დოქტორი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნის პროგრამის მენეჯერი. და როცა უკითხეთ დღესაც ბატონ ანზოროპულოვას, ეს როგორი ხალხი, მე ვთქვი ეს რამდენიმე 200 კაცია ასეთი დასახელებული. 200 საერთოდ დასახელებული 1500-მდე კაცი, მაგრამ 5-6-ის მიერ ხო უნდა იყოს დასახელებული ერთი კაცი. ახლა ერთმა პიროვნებამ ერთმა რო დაასახელეს, არაფერს არ ნიშნავს. აი როდესაც კახეთშიც დაასახელა ვიღაცამ, აჭარაშიც, იმერეთშიც, გურიაშიც, ეს ყველაზე კარგია. და ასეთი ბევრია. და უთხარ და შეხედეთ როგორი ხალხია. და მე ამ პარტიას რადგან არ მიიღო ხელისუფლებამ ჩვენ წინააღმდება ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე, კონცეფცია არის უნიკალური. ჩვენ იმას გავაკეთებთ, ამას არ მოვეშვებით უბრალოდ ეხლა იმდენად არის
აჩეხილი ყველაფერი რომ ამის მოსმენა არავის არ აინტერესებს ეხლა დღეს იმაზეა ხალხი ორი დაიჭირეს გაუშვეს დაიჭირეს არ დაიჭირეს ამაზეა ორიენტირებული და ამ დროს დაიკარგება უდიდესი იდეა მაგრამ 23 ნოემბრისთვის რაღაც მართლაც უნდა მოხდეს ალბათ ხელობაში მაქვს რომ ეს პარლამენტი შეიკრიბოს და ეს კონცეფციაც უნდა გამოვიდეს მე ვეუბნები ძალიან ბევრს რომ აი ეს ასეთი ხალხისგან იქნებოდა სია ჯერ ამოხდა თავიდან ვიყავით 22 პარტია რონახესო 22 პარტია ერთიანდება არ მიიღო ხელისუფლებას უთხარ მოდით ერთად გავაკეთოთ ყველა პარტია არ გააკეთეს არც ოპოზიციამ დაუჭირა მხარი მე ვიფიქრეთ რადგან თქვენ არ გინდათ მივმართეთ პარტიებს და ერთ 22-მდე შეიკრიბა თავიდან 22 ჩამოვიდა ჯერ 14-ზე თუ 13-ზე მერე 7-ზე მერე 5-ზე და რო შევთანხმდით იმაზე რომ ერთ-ერთი პარტიის იმით გავდიოდით მე არ მინდოდა რომ თეთრები ყოფილიყო უცბად გითხრა რომ არა ჩვენ არ გვინდა ჩვენ ცალკე უნდა წავიდეთ ეს იყო ვის ინტერესებში არა ხალხის არამედ ხელისუფლების ინტერესებში და ჩვენ დავჭირდა 5 დღეში შეგვეგროვებინა ეს ხელმოწერები ეს იცოდნენ რომ ხელმოწერები ასე მოკლე დროში და ჩაგეჭიდნენ ამ მიმაზე ხელმოწერებზე და მოვიგეთ ყველა სასამართლო წაგვაგებინეს ვითომ დაგვიგვიანებია სარჩელის შეტარა 2 საათით ვეუბნებით თქვენ არსობრივად გვიგვებთ ვერა აბა 2 საათით რო დაგვაგვიანდა ამ იმათ მიაჩნიათ რომ დამთავრდა ამით ყველაფერი მე უკვე არჩევნები იყო თქვენ წარმოვიდგენიათ და ეს ყველაფერი გააკეთეს იმ დღეს როდესაც მე დაღესტანში დათუნა რო არის ქართული ტაძარი 28 აგვისტოს აი იქ ვარ მარიამობა დღეს იმ ტაძარში და დაპირებული ვიყავი რომ ჩავიდოდი ნაცვლად იმისა რომ ეთქვათ აგერ ქართული კაცი ქართული ჯგუფი ჩავიდა და აგერ ჩვენი მე-9 საუკუნეში ჩვენი წინაპრების მიერ ეკლესიაში სანთელი დაინთება დაღესტანში მუსლიმური სახელმწიფოა იქ დაინთება სანთელი რაღაც შესრულდება რიტუალი და რაღაც ნაცვლად იმის რომ ეს გაეკეთებინათ გაგვანადგურეს აქ ამ სიაში მე არ ვიქნებოდი ამ სიაში სწორედ ხალხის მიერ პოლიტიკოსებზე თქვით რომ პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ თქო არ მიაღებინეს მონაწილეობა არ დაუშვეს არჩევნებზე რატომ ოცნების გადარჩენა არის ნაციონალურ მოძრაობაში ვიდრე ოცნების კონკურენტი იქნება ნაციონალური მოძრაობა ვიდრე ოცნების კონკურენტი იქნება ნაციონალური მოძრაობა ოცნება იქნება გამარჯვებული ორივე პარტია უნდა წავიდეს არენიდან ამათ რომ ბიზნიავანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ეროვნული კაცები რომ იყვნენ იტყოდნენ რომ ჩვენს დაპირისპირებას ეწირება საქართველოს და გავიდეთ გავდგეთ გვერდზე და მოდით ვიყოთ მე ახლა ახალს ვამბობ 90 წელში თუ 99 წელში ლიტერატურულ საქართველოში გამოაქვეყნე სტატია ასეთი სათაურით იყო რომ ძალიან საინტერესო ჟურნალისტმა გააკეთა ეს ინტერვიუ წერალმა გაბატონმა ცირა შალაშვილმა სათაური იყო ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს და იქ წერდი ისეთ რამეს რომლის გამოც რამეს ჯვარს მაწვეს აი გაეწერაში კომუნისტურმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და დაუთმოს ეროვნულ ძალებს დაუთმოს და მოდით გავერთიანდეთ ამის უარეს თქმით თქვენ წარმოგიდგენიათ მაშინ ეს წინადადება რომ მიიღოთ კიდევ კარგი რომ გაზეთშია გამოქვეყნებული კიდევ კარგი რომ ლიტერატურულ საქართველოსშია გამოქვეყნებული კიდევ კარგი რომ დაწერილი ეს თორე ვინმე იტყოდა რომ აი ხო ხედავთ თქვენ ახლა წარმოიდგინეთ მაშინ რომ კომუნისტურ პარტიას ეთქვა უარი და გამოსულიყო ასე რომ მოდით ხალხო რა რადგან გინდა თქვენ ამის იზა რა პრობლემა მოდით დაგჭირდება ჩვენგან ვინმე გამოიყენეთ თორე და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ქვეყანა სხვა ქვეყანა იქნებოდა მაგრამ არა უნდა მივიღოთ მონაწილეობა ეს უნდა ვქნათ ის უნდა ვქნათ რაღაცა დააშენოთ და დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი აი ამ ორი პარტიიდან ორივემ რო თქვას დღეს უარი საქართველოს 2 წელიწადში იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ერთ-ერთმა რომ თქვას უარი და გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია მეორე თავისთავად დამარცხდება არჩევნებში იმიტომ რომ თუ არ იქნება ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო სიაში და თუ ის დამარცხებული და ის ხალხი იტყვის რომ ჩვენ ვინც ვართ თავარი ისინი არ ვიღებთ მონაწილეობას ჩათვალეთ რომ ოცნებასაც არ დაუჭერს ხალხი მხარს მაგრამ ყველაზე კარგი არის ეროვნული თანხმობის კონცეფციით შექმნა პარლამენტის ამ ეტაპზე ანუ პარლამენტი იქნება პოლიტიკური მაგრამ არ იქნება პარტიული ეს არის კონცეფცია მეცნიერების ქვეყანა წავა წინ მაგრამ თქვენ კომბინატორებო და ფულის ძარცველებო ხალხის ძარცველებო ვერ იქნებით ვერც ერთ ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში ფულს მარტო ხელისუფლებაში არ შეულებენ ფულს შეულებენ ოპოზიციაშიც
ძალიან დიდი ფული მოდის გარედან ოპოზიციისთვის და ძალიან დიდ ფულს ხარჯავს ბიზინე ევანიშვილი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ხელისუფალი, რომელიც ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ თავის თანამდებობა შეინარჩუნოს და მას აკეთებს ჩუმად, ის ამ ქვეყნის ხელისუფალი არ არის. და ოპოზიცია, რომელიც გარედან ფულს იღებს იმისთვის, რომ ხელისუფლება მოიპოვოს, ის ამ ქვეყნისთვის სიკეთის გამკეთებელი ვერ არის. ამიტომ ამბობს მეცნიერთა კონგრესი, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის. ვიბრძოლებთ. საშუალება არ გვაქვს. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ეს ტელევიზია ყველა ოჯახში შევიდეს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნელ-ნელა ტელევიზიას მეტი გულშემატკივარი გაუჩნდება, მეტი მხარდამჭერი გაუჩნდება, თითო ლარით, 2 ლარით, ის 500 კაცით შეიკრიბება, რომელიც 100 ლარს დადებს და ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ $3 მილიონ ხარჯავს პირველი არხი თვეში და 100,000 ლარი რომ კონდეს ტელევიზია ქართულ ტივის, ჩათვალეთ, რომ იქნება პირველი ნომერი. დღეს ასვერჩით იმ შენობა და მისი მეპატრონე და ესე იგი 10,000 ლარი ვერ გება, თელი ამბებია ამის იმაზე, ან წადიცხვაგან ან რაღაცა, იმანაც რას ასვერჩით, ფულია გადასახდელი. დღეს 1000 ლარი რო არ გადაგვიხადა, გვიკეტავდნენ ყველაფერს, სამშაბათს, ოთხშაბათს რომ არ გადავიხადოთ დანარჩენი და ახლა გვიკეტავენ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ცეცხლებს, არავის არ ვემათხოვრებით, არავის არ ვიმაშვებოთ. ქვეყნის გადარჩენის ხაზი გადის სიმართლეზე. თავისუფლება არის სიმართლეში. თუ არ იქნება ერთი ტელევიზია, რომელშიც აი როგორც დღეს იყო, ყველა იმის წარმომადგენელს ექნება საშუალება გამოვიდეს, მოსაზრება თქვას და არ იქნება რომელიმე ერთი კაცის მსახური, თუ ასეთი ტელევიზია არ გვექნება, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. დიახ, თავისუფლება სიმართლეშია. და თავისუფლება გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა. ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის პარკლებში. ფოლკნერმა თქვა გენიალურმა პიროვნებამ. თავისუფლება არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. და იმით ვამთავრებ, რომ ამერიკამ გაინადგურა თავისი ავტორიტეტი საქართველოში. რატომ? ამერიკის სახელით ვინც ლაპარაკობს ქვეყანაში, ამ ადამიანებს ხალხში არავითარი ავტორიტეტი არ აქვს. ევროპის სახელით ვინც ლაპარაკობს საქართველოში, ამ ადამიანებს არავითარი ავტორიტეტი არ აქვს. და თქვენ ევროკავშირი ხართ თუ ევროპული სტრუქტურები, ამ ადამიანებს რომ იწვევთ იქ და ამ ადამიანებს რომ უსმენთ, თქვენს კარგავთ ავტორიტეტს ქვეყანაში. ქვეყანას ყავს მეცნიერები, მიუკერძოებელი, ქვეყანას ყავს კაცები. ეთათბირეთ ამათ, თქვენ ძალიან მაღალი ავტორიტეტით იქნებით და ქვეყანა წინ წავა. რუსეთმა რაც გაუკეთა საქართველოს, 70 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ისე რუსეთმა თავისი ავტორიტეტი საბჭოთა სისტემამ გაინადგურებინა, როგორც აი 15-20 წლის განმავლობაში ამერიკამ და ევროპამ გაინადგურეთ ავტორიტეტი ხალხში. მე არ მომწონს ის, რომ ხალხში ამერიკის მიმართ არის ცუდი განწყობა. ეს არ არის მარტო ხელისუფლების ბრალი. ეს არის ამერიკის საელჩოების და ევროპის საელჩოების ბრალი, რომ ევროპისა და ამერიკის მიმართ საქართველოში ძალიან მძიმე, საქართველოში გადასარჩენია ამერიკა. საქართველოში გადასარჩენია ევროპა. ისევე როგორც საქართველო გადასარჩენია ამერიკაშიც და საქართველო გადასარჩენია ევროპაშიც. ჩვენ ვიდრე ამერიკა არ გადარჩება საქართველოში, ვიდრე ევროპა არ გადარჩება საქართველოში, ვიდრე საქართველო არ გადარჩება ამერიკასა და ევროპაში, ვიდრე საქართველო, როგორც აქ გვიწერია ჩვენ, არ გახდება თანამშრომლობის, ამას ხას უსვამ, რომ ჩვენ არ შეიძლება რომ რომელიმე ერთ ფეხქვეშ ვეგებოდეთ და მეორეს ვებრძოდეთ. საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების, მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა. ვიმეორე, საქართველო არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების, მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ქვეყანა. 35 წელია 100-ია. ეს არის კატასტროფა. საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე, ხას უსვამ, ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების, მით უფრო დიდი ქვეყნების ინტერესთა ზრდების ქვეყანა. საქართველოში დაცული უნდა იყოს უპირველესად ქართული ინტერესი და ქართულ ინტერესს, სადაც ემთხვევა ამერიკის ინტერესი, რუსეთის ინტერესი, ჩინეთის ინტერესი, ირანის ინტერესი, არაბეთის ინტერესი, კი ბატონო. მაგრამ თქვენი საქართველოს ყველა ხელისუფლება იბრძოდა იმისთვის, რომ ქართული ინტერესი ამოედო ფეხქვეშ და სხვა ქვეყნის ინტერესი წამოეწია წინ. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს.
აი ის იქნება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაწერს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას, რომელშიც ჩამოყალიბდება პუნქტები, რომ ამის შეცვლა არ ხდება, ჩვენ დავწერეთ არა ეს მივიღეთ გელაჩი, არ მოგწონთ მიიღეთ უკეთესი. ეს მაინც განიხილეთ. ან გამოგვიყანეთ ტელევიზიით და გათქმევინეთ რა არის ეს. ვინც წაიკითხა, ყველა მხარს უჭერს. და მაშინ გაიგებს ხალხი, რომ აი ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი. აი თუნდაც კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად. გინახავთ ამნაირი რამ, რომ ლაპარაკობენ თქვა დღეს ისინი, რომ ირაკლი კობახიძის ერთ ინსტიტუტში და ერთ ფაკულტეტზე თუ ერთ იმაში სწავლობდნენ 7-8 კაცი, ვინც არიან დღეს ხელისუფლებაში. მეტი რა არის? ძმაბიჭობა, ნათელი მირონობა, მეგობრ, უკეთესები არ არიან ქვეყანაში? თქვენთან ვინც სწავლობდნენ ჯგუფში, ისინი არიან კარგები მარტო? აი მაშინ იქცევა ქვეყანა. მე ეს რომ დამთავრებულიყო ქუთაისში, მეცნიერები პირდაპირ საჯაროდ ხდებოდნენ და პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით ხდებოდა, ვისაც ჰქონდა სურვილი გამგებლად, მოდიოდა კონცეფციით უყურებდა თელი იმერეთი და მეცნიერები იღებდნენ გადაწყვეტილებას შეკითხვებით იმით, რომელი და ბედნიერი ვარ, რომ ეს დაინერგა და ბედნიერი ვარ, რომ ვინც დანიშნეს მეცნიერებმა, ისინი ყველაზე კარგები იყვნენ. მე ვინც დავნიშნე, მივხვდები, რომ შეცდომებს უშვებდი, მაგრამ აი ვინც დავანიშნიე მათ, რატომ გინდათ, რომ თქვენ ნიშნავდეთ კადრებს? მე ტრაბახით კი არ ვამბობ ამას. მეცნიერებთან ურთიერთობა მიმიყვანა იქამდე, რომ ჩემი თანაშემწეებიც კი მე არ უნდა დამენიშნა. ვინ დანიშნა ჩემი თანაშემწეები? კულტურის დარგში კულტურის მუშაკებმა, მედიცინის დარგში მედიცინის მუშაკებმა, განათლების დარგში განათლების მუშაკებმა, ეკონომიკის დარგში ეკონომიკის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა, სპორტის დარგში შესაბამისად სპორტსმენებმა. საუკეთესო კადრები 7 თანაშემწე მყავდა და 7-ვე მეცნიერების დოქტორი იყო. არც ერთი მე არ შემრიჩევია. თქვენ მარტო დაძდებთ დღეს მეგობარს, ახლობელს, ნათესავს, იმის და ეს რომ მოწონს საქართველოში ხალხს, იმიტომ ვენგრევად ქვეყანა თავზე. საქართველოში ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, დღეს საქართველოში 100-ჯერ მეტი ბიუჯეტი იქნებოდა და საქართველოში იქნებოდა დღეს ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე წარმატებული ქვეყანა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის. ეს შანსი კვლავ არის და ეს შანსი დევს მეცნიერთა კონგრესის და მეცნიერებაში ქვეყნის დასრულდეს ეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და უნდა დაიწყოს მეცნიერების ერა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მეცნიერთა კონცეფციები, რომელშიც პენსიების გაორმაგება, ნახეთ როგორი ვინმე გათქმევინებს, 800,000 კაცი შეიძლება დახმარებაზე იყოს ამ ქვეყანაში. სირცხვილი არ არის ეს? ადამიანები აქციეს ცოცხები დააჭერინეს ხელში, მათ იქაც ცოცხები ეჭირათ იმაში ციხეებში. და გარეთაც ადამიანები ახალგაზრდები და სხვები და ეს უხარიათ რომ დასაქმებული გვყავსო. და ერთი სასაფლაოზე მუშაობს 40 კაცი. რა უნდა სასაფლაოზე 40 კაცი? არაფერი სისუფთავე სასაფლაოზე არ არის, უბრალოდ გააფორმეს ხელფასები და ამას ეძახიან დასაქმებას. თავდაღირაა ყველაფერი. ბრეიგელის ქვეყანა ეს, გადაბრუნებული აზროვნების ქვეყანა ეს. მე დარწმუნებული ვარ რომ ნელ-ნელა სიმრავლე იქნება იმ ხალხის, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ქვეყანაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ეს თავის დროზე ასე ეწერა კონფერენცია, რომელზეც მთელი თავრობა და პრეზიდენტი მოიწვიეთ და გავიდე უკან, ეხლა ეს აგიწერია უკან და მე ვთხარი ეს მდგომარეობა. გეუბნებით, დღეს პოლარიზაცია ქვეყნის და დაპირისპირება ქვეყანაში იმ დონეზეა, რომ ვიდრე არ მოვა ხელისუფლება, რომელიც შეკრავს ხალხს და არ იქნება დაპირისპირებაზე, ლანძღვაზე, გინებაზე ორიენტირებული, ამ ქვეყანაში სერიოზული პროგრესი ვერ იქნება. საქართველო იმსახურებს იმას, რომ ეს ქვეყანა იყოს ინოვაციური ქვეყანა, ინტელექტზე ორიენტირებული ქვეყანა, შეიძლება განათლებული იყოს კაცი, მაგრამ მას არ კონდეს რწმენა, არ კონდეს ქვეყნის სიყვარული და არ კონდეს წესიერება. ჩვენ გვჭირდება კადრები ინტელექტუალური, ენერგიული, გაბედული და წესიერი. წესიერების გარეშე პირველი სამი კარგავს აი მას. ამიტომ აი ამ 4 კრიტერიუმით შეაფასეთ თქვენ დაწყებული ბიძინე ამანიშვილით, დამთავრებული ჩემით. ინტელექტი, ენერგია, გამბედაობა, წესიერება. მაგრად ვიყოთ. ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. მეცნიერები მიცემენ მას ხალხის გაყვება.
მაგრად ვიტყვით.